დიდი მადლობა საღამომშვიდობისა, მე კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. პარასკევს საღამოს ტრადიციულად პოზიციის სტუდიიდან თქვენ მოისმენთ განსხვავებულ პოზიციებს. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პრემიერი ნიკა გილაური, ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში ჟურნალისტები და თემა შეხვედრა მედვედევთან და მედიის წარმომადგენლების მოსკოვური ვოიაჟი. კრიზისული წელი, როგორ იქნება 2010 ქვეყნის ეკონომიკისთვის და რაზეა გათვლილი მთავარი ფინანსური დოკუმენტი. უნდა შევეგოთ იმას, რომ ეს არის პოსტკრიზისული ბიუჯეტი. ბიუჯეტიდან ბიზნესისთვის დაბრუნებული მილიონები, რათა ხავს გათვლილი პრემიერ-მინისტრის მეწარმეების დასახმარებლად და შესრულდება თუ არა მიცემული პირობა. კი, დამატებით ნაბიჯი იმისათვის, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს კერძო სექტორი. 120 მილიონი ჩვენ წელს უკვე დაბრუნებული გვაქვს, დამატებით ამ 80 მილიონსაც დავაბლობთ. რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას მთავრობასთან და რა შეადანაშაულებს მაკონტროლებელ ორგანოებს საპარლამენტო უმცირესობა? ბოლო რამოდენიმე თვეა მიდის სრული ტერორი, მეწარმეების სრული, თქვა ზეწოლა, წნეხი. როგორ აისახა ფინანსური კრიზისი ქვეყანაზე და რას გეგმავს პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? უფრო მეტი აქტიურობა უწევს მთავრობებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში, ვისაც რომ მოიზიდოს ეს ინვესტიციები. აი ამ ფონზე, ფინანსური კრიზისის ფონზე ჩვენ მაინც შევინარჩუნოთ ინვესტიციების შემოდინება საქართველოში. რა ფინანსური გათვლები აქვს მთავრობას მომავალი წლისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა სოციალური ფონის შეცვლას 2010 წლიდან? ნიკა გილაურის გეგმები პრემიერ-მინისტრი პოზიციაში. შეხვედრა მედვედევთან ევროპისა და აზიის მედია ფორუმი, რომელსაც ქართველი ჟურნალისტებიც დაესწრნენ. კითხვები რუსეთის პრეზიდენტს და პასუხი, რომელიც არაერთხელ გსმენია. არაერთხელ გვირობ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტთან და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან კონტაქტს არ ვაპირებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სფეროებში ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა მომავლისთვის უნდა გადავდოთ. მომავლისთვის გადადებული თუ შეწყვეტილი ურთიერთობები, რატომ აჩუქა საკუთარი წიგნი მალხაზ გულაშვილმა დიმიტრი მედვედევს და რა ინფორმაცია მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჯორჯიან ტაიმსის ხელმძღვანელმა? რაც მედვედევის პასუხში მოვისმინე, არის მზაობა ამისი და მომავალი წლიდან აპირებენ, რომ გახსნა საჰაერო მიმოსვლა და რომ აღადგინონ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. რატომ ამოიღეს მედია ფორუმზე მიწვეულთა სიიდან ლალი მოროშკინა და რა მიზეზს ხედავს ის მოსკოვის გადაწყვეტილების უკან? თუ მათ ჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ის ჟურნალისტები, რომლებსაც მხოლოდ ამ პრორუსული ორიენტაცია ექნებათ. რა შეკითხვები გაუჩნდათ მოსკოვის ფორუმის მონაწილეების მიმართ თბილისში მყოფ ჟურნალისტებს და მისაღებია თუ არა მათთვის ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა? მე ნამდვილად არ მომივიდოდა მოწვევა მოსკოვიდან, მაგრამ თუ მომივიდოდა არ წავიდოდი. ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მე შემიძლია გითხრათ მე წავიდოდი თუ არა და შემიძლია ასევე გითხრათ რატომ წავიდოდი ან არ წავიდოდი. იმ კითხვებს, რაც იქ დაუსვა ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, მე არ დაუსვან, მე არ მაინტერესებს ეს შეკითხვები. იმიტომ რომ მათზე პასუხები ცნობილია. მათზე პასუხები გულისხმობს აპრიორი ყოველთვის საქართველოს გადმობრალებას. ჟურნალისტების პოზიცია მედიის წარმომადგენლების მოსკოვურ ვოიაჟზე. ექნება თუ არა შედეგი რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგს? რას ფიქრობენ თბილისსა და მოსკოვში მყოფი ქართველი ჟურნალისტები? პირდაპირ ჩართვა რუსეთის დედაქალაქიდან და მალხაზ გულაშვილი მედვედევთან შეხვედრის დეტალებზე. პოზიციის სტუდიაში კი ეკა კვესიტაძე, ლაშა ტუღუში, ლალი მოროშკინა და დავით პაიჭაძე. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საუბრობს ჩვენს პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა ბატონო ნიკა. მადლობთ რომ მოგზავნით სტუდიაში. უკვე ჩვენ ასე ვთქვათ, გადავედით შედარებით საახალწლო რეჟიმზე, ამიტომ ეს საახალწლო სადღესასწაულს არ ნიშნავს მხოლოდ, ცდილობთ ხოლმე რაღაცა წლის შეჯამება მოვისმინოთ და რა გველოდება მომავალ წელს. ეს ალბათ თქვენგან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნება, რადგან ეკონომიკურად და ფინანსურად რა გველის 2010-ში, თუმცა ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, სრულდება 2009 წელი, საკმაოდ რთული წელი იყო ფინანსურად. იგივე მსოფლიოში გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზები კეთდებოდა და ბოლოს აღმოჩნდა იგივე ესპანეთზე საბერძნეთის და თქვა ბრიტანეთის მაგალითებზე იგი თქვა რომ ზოგან ბიუჯეტის დეფიციტი დაფიქსდა, ზოგან კრედიტუნარიანობა ნეგატიურად შეფასდა. ანუ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ შეაფასებთ 2009 წელს, როგორი იყო ფაქტიურად განვლელი, ნუ სრულდება უკვე ფინანსურად რა თქმა უნდა. საკმაოდ რთული წელი იყო, არა მარტო საქართველოს და არამედ მსოფლიოსთვის, საერთოდ 2009 წელი ეკონომიკურად და ფინანსურად. კარგი არის ის, რომ ყველაზე რთული პერიოდი გამოვიარეთ და ნელ-ნელა აღმავლობის გზაზე ვართ ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. თუმცა რო გადავხედოთ მსოფლიოს, ყველგან საკმაოდ დიდი პრობლემა იყო. საქართველოში დაფიქსირდება და ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ იქნება -4%-იანი ზრდა. რა თქმა უნდა, ეს კარგი ვერ იქნება ვერცერთ ვარიანტში -4%-ია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლების საშუალო ზრდა ქონდა +9, +9.5%, მაგრამ
მე სპეციალურად წამოვიღეთ თან ასევე სავალუტო ფონდის პროგნოზის სხვა ქვეყნებისა წლევანდელი წლის ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებით ჩვენი რეგიონში. უბრალოდ მოსახლეობამ საზოგადოებამ რო იცოდეს რა პროგნოზია წლევანდელი წლის დასრულების. ლიტვა 18.5% მინუსი, ლატვია -8, ეს ოფიციალური მონაცემებია და ნებისმიერ შეუძლია შევიდეს სავალუტო ფონდის ვებგვერდზე და ნახოს თვითონ ეხლა. ანუ ინტერნეტით გაიცნო. ლატვია -18%, სომხეთი -15.6, ესტონეთი -14, უკრაინა -14, მოლდოვა -9, რუმინეთი -8.5, რუსეთი -7.5, ბულგარეთი -6.5, თურქეთი -6.5, ევროკავშირის საშუალო -4.2, საქართველო -4. თან ამ ქვეყნებს არცეც არ ქონიათ ის მძიმე ორი თვე, რომელიც ჩვენ აპრილ-მაისში გქონდა, როდესაც რეალურად მოდი ვთქვათ პირდაპირ ეკონომიკა გაჩერდა. ამ საპროტესტო აქციების პერიოდს საპროტესტო აქციების პერიოდს გულისხმობ, როდესაც რეალურად ეკონომიკა გაჩერდა. ამ აქედან არცეთ ქვეყანას ეს არ ქონია. და მიუხედავად ამისა, კი რა თქმა უნდა -4% არ არის დადებით და არ არის კარგი და ბევრად უკეთესი შეიძლება ყოფილიყო სხვა რაღაცები შეიძლება თეორიულად გაკეთებულიყო, მაგრამ ანუ მაინც თulit რომ ყოველთვის ისეთი რთული არ იყო, თქო გამორჩეულად რთული არ იყო, ეს გულისხმობა რა სხვა ქვეყნებთან შედარებით, თორე ძალიან რთული იყო, მაგრამ ფიქრობ რომ ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ძალიან ბევრი სწორი პოლიტიკა იქნა გატარებული. თუნდაც რომ ავიღოთ საბიუჯეტო დეფიციტი. წელს ჩვენ გქონდა 9.6%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი, ეს რას ნიშნავს? ეკონომიკიდან ამოვიღეთ უფრო ნაკლები ვიდრე ჩავდეთ. ანუ ეკონომიკაში ჩავდეთ თავრობამ ბევრად უფრო მეტი ფული, 1.8 მილიარდი ლარით. უფრო მეტი ფული ვიდრე გადასახადების სახით ამოვიღეთ. ანუ რეალურად ეკონომიკა გარკვეულწილად ვაცოცხლეთ და პირიქით გავააქტიურეთ აი ამ პროცესით. შესაბამისად თან რა იყო კარგი? ეს ფული კი არ მოვიდა შიდა რესურსებით, არამედ საგარეო რესურსებიდან მოძებული ფული იყო. ეს იყო რეალურად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოძებული ფული. რამაც კიდევ უფრო სიჯანსაღე შემატა ქვეყნის ეკონომიკას, ანუ საერთაშორისო შემოდინებები შენარჩუნდა. და შემცირდა კერძო შემოდინებები, მაგრამ ეს ჩანაცხდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და შესაბამისად აი იმ თუ გახსოვთ იანვარში გამოცხადებულმა ეკონომიკურმა სტიმულების პაკეტმა და შემდეგ მაისში გამოცხადებულმა ფინანსურმა პაკეტმა რეალურად ეს შედეგი მოგვცა. რომ მიუხედავად გასაგებია, მოდით ისეთ რაზე ვისაუბროთ და მე გავყვებით ბუნებრივია სხვა საკითხებს ვეთ დეტალურად, მაგრამ როგორ აისახება ეს 2010 წელზე, ხო რაღაც ყველა წინა წელი გადადის მე ხომ მომავალ წელზე. ანუ როგორ იქნება 2010 ვგულისხმობ აი ძალიან ისე მინდა ადამიანურ ენაზე და თითოეულ მოქალაქემ რო გაიგოს, რომ მას შეეხება რაღაც აი ან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ, თქვა თქვენი პროგნოზი როგორია? შესაძლოა რაღაცები გაძვირდეს, ანუ აი ან პირიქით რაღაც სამსახური დაკარგოს ადამიანმა და იყოს ისევ მუშაებრობა. დღეს ჩემი პირადად და საქართველოს მთავრობის ნომერი 1 ამოცანა ეკონომიკური ამოცანა არის სამუშაო ადგილები და მოსახლეობის დასაქმება, საზოგადოების დასაქმება. იმისათვის რომ ერთი სამუშაო ადგილი შეიქმნას, საჭიროა 25,000-დან 50,000 დოლარამდე ინვესტიცია. დაახლოებით გააჩნია სამუშაო ადგილს რა დარგშია. იმისათვის რომ სამწუხაროდ საქართველოს საზოგადოება მთლიანად ქვეყანა არ არის იმდენად მდიდარი, რომ ეს უზრუნველყოს საკუთარი რესურსებით. გვჭირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შევქმნათ. იმის გამო, რომ საერთაშორისო საფინანსო კრიზისის გამო ჩვენ რეალურად შეგვიმცირდა უცხოური კერძო შემოდინებები, რა თქმა უნდა, სოფლიო გლობალური კრიზისის გამოც ჩვენთან შემცირდა გარკვეულწილად ეკონომიკური აქტივობაც -4% დაგვიფიქსირდა, რა თქმა უნდა, ამან გარკვეულწილად გამოიწვია ეკონომიკის შემცირება, ზრდების შემცირება, სამუშაო ადგილების შემცირება. ხო, თუმცა ეს სამუშაო ადგილებს უკეთ უბრალოდ ჩაგეკითხებით, თემას არ გადავხვალ, მონაცემებზე საუბრობდი და იმიტომ მე ჩვენაც რაც ვნახე, ერთია თქვა თქვენ უფრო წარმატებულ მონაცემებს ამბობთ, მაგრამ მეორე იყო, რომ იგივე ეს მასშტაბით საკმაოდ რთული მდგომარეობა უმუშევრობის თვალსაზრისით ხო ჩვენთან იმიტომ რაღაც 7%-ამდეა სომხეთში მაჩვენებელი, 6 აზერბაიჯანში და 16-ზე მეტი თითქოს ჩვენთან. არ არის ეს. არის ეს რამდენ ოფიციალურია, მაგრამ მე არ ამგონია ეს სწორი მაჩვენებლები იყოს საქართველოში საბოლოო მაჩვენებელი წლევანდელი წლის ჯერ არ არის ცნობილი და უცნობი იქნება მომავალი წლის პირველი კვარტლამდე, როდესაც სტატისტიკის დეპარტამენტმა საბოლოოდ დაითვალა და გამოაქვეყნა შესაბამისად მე ვერ გავაკეთებ. თუმცა საკმაოდ რთული მაჩვენებლები არის, ხო, ამას დამეთანხმებით ალბათ ქვეყანაში უმუშევრობის თვალსაზრისით. მაგას ციფრებს მე ვერ დავეყნობი ნამდვილად, თუმცა ვიტყვი რომ კი რა თქმა უნდა ეს არის ნომერი 1 პრობლემა დღეს ქვეყანაში და ამაზე ვმუშაობ სწორედ ჩვენ. ეხლა რა ხდება? როდესაც ეკონომიკის დაბლასვლა მიმდინარეობს, იქ რა თქმა უნდა ხდება სამუშაო ადგილების პირიქით დაკარგვა. გარკვეულწილად კერძო სექტორში განსაკუთრებით. ჩვენ შევეცადეთ და შევქმნით სახელმწიფო დაფინანსების წყაროთი ახალი სამუშაო ადგილები. მაგალითად, თუნდაც საგზაო დეპარტამენტმა რაც გააკეთა, თქვა საგზების რაც დავხარით ჩვენ ფული, ამის გამო დასაქმებული იყო აი ამ სექტორში 25,000 ადამიანი. მთლიანად ყველა აბსოლუტურად როგორც დამპროექტებელი, დიზაინერი, ინჟინერი, ასევე გზის დამგები.
ეს იყო სახელმწიფო ფული დაფინანსებული. როდესაც ახლა გვაქვს ჩვენ ნელ-ნელა აღმასვლა, ეკონომიკური აღმასვლა. ანუ ყველა ციფრი გამოსწორების გზაზეა აბსოლუტურად რამოდენიმე ციფრის გარდა ამას მოგახსენებ მომავალში. ამ შემთხვევაში ხდება რა? ეკონომიკური აქტივობა იზრდება და ბიზნესი ხედავს ვალდებულებას და საჭიროებას, რომ ახალი ხალხი დაიქირავოს. იმიტომ რომ მას ეზრდება მოხმარება, მისი ბიზნესი მოხმარება იზრდება და შესაბამისად ის ხედავს ვალდებულებას, რომ ახალი ხალხი აიყვანოს. შესაბამისად ჩვენ აი ამას აქვს გარკვეული ვადა, პერიოდი, რომ ეკონომიკური აღმავლობიდან სამუშაო ადგილების შექმნამდე კერძო სექტორში ეს მოხდება 2 საათში. აი ეს მოხდება 2 საათში, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე რთული თვე ქონდა მაისი და ზაფხულის თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ძალიან ნელი ტემპით ზრდა, მაგრამ ზრდა. ჩვენ ამ ზრდას ვხედავთ ბოლო კვარტალშიც. სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო კვარტალი იქნება პოზიტიური, ანუ თუ მინუსიანი იყო პირველი, მეორე, მესამე კვარტალი წინა წელთან შედარებით, მეოთხე კვარტალი იქნება პოზიტიური წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, ეს იგივე ზრდა, პოზიტიური ზრდა გაგრძელდება მომავალ წლის პირველ და მეორე, მესამე კვარტალებში და შესაბამისად ეს გამოიწვევს წლის განმავლობაში კერძო სექტორში სამუშაო ადგილების გზასაც, რაც არის ჩვენი საბოლოო მიზანი. კარგით, როდესაც თქვენ ახლა კერძო ბიზნესის განვითარება უნდა იყოს თავარი დამსაქმებელი, კერძო სექტორი უნდა იყოს თავარი. აი სწორედ ამაზე მინდა გითხოთ, როდესაც კერძო ბიზნესის განვითარებაზე საუბრობთ, ეს არ არის პირველი, ეს არის თითქოს ერთ-ერთი პრიორიტეტი მთავრობის და ხელისუფლების. ხო ვთქვათ, აი მუშაობასთან რომ განვითარდეს ბიზნესი, იყოს ეკონომიკური თავისუფლება, მილიონი ახალი ინიციატივა და ვთქვათ, პაკეტები იყოს შემოთავაზებული თქვენს მიერ, პრეზიდენტის მიერ, მაგრამ ამ ფონზე მე რაღაც მაინც ისმის სულ პრეტენზიები იგივე მეწარმეების მხრიდან, ახლა ბოლო ყველაზე ახალი ვთქვათ, რომ ვთქვა ეს არის, რაც შეიქმნა ფინანსური პოლიცია არის საუბარი, რომ მაინც ხდება, ვთქვათ, დალუქვა საწარმოების რაღაც ჯარიმების გადახდა უწევს თითოეულ კომპანიას, ანუ მაინც პრობლემები შეექმნა ბიზნესს და ამაზე ყოველ შემთხვევაში შენიშვნებს გამოთქვა ბიზნესმენები, რამდენად ჩემთვის ცნობილია, ისინი შეკრებასაც კი აპირებენ, სადაც აი საკუთარი პოზიცია უნდათ რომ გამოხატონ. ამ თვალსაზრისით რა პასუხს გასცემთ მეწარმეებს? მიეცემათ მათ საშუალება რომ იმუშაონ და შევეცდები მარტივად ჩამოაყალიბო პასუხი. ჯერ მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თუნდაც მეორე კვარტლის, აი აპრილი-მაისის მომავლების გამო გარკვეულწილად შემცირდა ფისკალური დისციპლინა თვითონ კომპანიებში. ანუ ზოგმა გადასახადები შეამცირა გადახდა, ზოგმა საერთოდ არ გადაიხადა, ანუ ფისკალური დისციპლინა გარკვეულწილად იყო მოშლილი რაღაც პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საგადასახადო დეპარტამენტს სჭირდებოდა, რომ ეს ფისკალური დისციპლინა აღედგინა. რა თქმა უნდა, შეიძლება მათ მხრიდან იყო დაშვებული შეცდომებიც. ამას ხოდაშორის მეწარმეებიც აღიარებენ, რომ შესაძლოა არის დარღვევა, მაგრამ მათი მთავარი პრეტენზია მე ხარ ასაც უსმენია, ვთქვათ, ბოლო პერიოდზე წავკითხე, რომ ასტრონომიულ ციფრებზე საუბარი, როდესაც რაღაც გარკვეულ ჯარიმებს აკისრებენ. გისმენთ, კი ბატონო. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მოხდა ის, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო ბევრ კომპანიას შეუმცირდა უბრალოდ რესურსი გადახდის და აქ უფრო საერთოდ გადასახის გადახდა, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა, არავის არ უყვარს, მაგრამ როდესაც გარკვეული ეკონომიკური კრიზისია, მაშინ კიდევ უფრო არ უნდა რთული ხდება, კიდევ უფრო რთული ხდება. შესაბამისად, აი ამ პერიოდში მოხდა გარკვეულწილად კიდევ უფრო გააქტიურება საგადასახადო დეპარტამენტის და გარკვეულწილად კიდევ უფრო გართულებული გადახდის მომენტი კერძო სექტორისთვის. აქ ესეთი რაღაცები მოხდება, აქ მთავრობამ დროზე მიხვდეს ამას და დროზე ჩაასწოროს. ხო? ანუ ესეთი რაღაცები მოხდება. ჩვენც ავქენით, ზუსტად როდესაც განსაზღვროთ, რომ ეს მომენტი არის და უკვე დგება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ძალიან მე ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რამოდენიმე. ერთი გადაწყვეტილება იყო რა? ეს იყო დალუქვების გადაწყვეტილება. აქ ამ დალუქვებს დაკავშირებით. აქამდე საგადასახადო დეპარტამენტს ნებისმიერ თანამშრომელს ჰქონდა უფლება დაელუქვა საწარმო. ეს იყო ყველაზე მარტივი ფორმა მისთვის, საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომ შეემოწმებინა და დაერიცხა თანხა. ეხლა თორემ მინისტრმა იყო შეთანხმებული, ხო ახალი. მოდი ესე ვთქვათ რა, როდესაც აი ეს გააქტიურება დაიწყო, ზოგმა საგადასახადო თანამშრომლმა მიმართა ყველაზე მარტივ გზას დალუქვას. რაც არ არის სწორი. უნებრივი და ბიზნესი ჩერდება და წაგებაზე სვალდებულება უნდა კონდეს, ჯერ უნდა შეამოწმოს სვალდებულები, ბოლოს უნდა მოხდეს საგადასახადო აი ეს დალუქვის მომენტი. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება და ძალიან სწორი მე ვფიქრობ, რომ დალუქვის უფლება ავიდა უკვე ფინანსთა მინისტრის და შემოსავლების სამსახურის უფროსის დონეზე. ანუ 48 საათზე მეც ვერც ერთი საგადასახადო თანამშრომელი ვერ დალუქავს, თუ ეს არ არის ფინანსთა მინისტრის ხელმოწერილი ან შემოსავლების სამსახურის უფროსის ხელმოწერილი. დალუქვა ხანდახან არის აუცილებელი, იმიტომ რომ იტყუება ხანდახან კერძო სექტორი, მოდი პირდაპირ ასე ვთქვა და არ აძლევს საგადასახადო ზუსტ მონაცემებს და ამისათვის საჭირო რომ აი ეს აღწერა მოხდეს დალუქვის საშუალებით. ამ შემთხვევაში თუ ფინანსთა მინისტრი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სწორედ ესე გააკეთებს. მეორე რაც გავაკეთეთ, ეს არის ჩემი აზრით ჩვენ
შემიძლია პირდაპირ თქვა, ჩემი ფინანსთა მინისტრობის დროს ჩამოყალიბდა საბოლოო სახე მიიღო დავების განხილვის ინსტიტუტმა ფინანსთა მინისტროში. და შემიძლია თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი ინსტიტუტია დღეს ეს საქართველოში. გულისხმობთ, როდესაც მეწარმეებიც იღებენ მონაწილეობას. როდესაც შეხედეთ, როდესაც საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელი დაარიცხავს რაიმეს კერძო სექტორის რომელიმე კომპანიას, მას აქვს უფლება სანამ სასამართლოში წავა, მივიდეს ფინანსთა მინისტროში და იქ დავების საბჭოში. ხო, მაგრამ მაინც ხო სახელმწიფო უწყებაა თქვა. როცა ფინანსური პოლიცია ფინანსთა სამინისტროს ექვემდებარება, რამდენად ობიექტურია ამ დროს მე ფინანსთა მინისტრი. ფინანსთა სამინისტრო თავარი ფუნქცია იყო სამართლიანი. საგადასახადო დეპარტამენტის ფუნქცია არის, რა თქმა უნდა, თავარი ფუნქცია ერთ-ერთი არის, რომ გადასახადები ამოიღოს ეკონომიკიდან. ფინანსთა სამინისტროს აი ეს შემადგენლობა, რომელიც დავების განხილვის საბჭოზე ის, სადაც პარლამენტის წევრებიც არიან, მათი თავარი ფუნქცია იყო სამართლიანი. ეს არის აი ეს თავარი მოდელი აქ რაც მუშაობს. და იმას ვიტყვი, რომ ის რომ ისინი იყვნენ სამართლიანი და ის რომ იქ დასამალი არაფერი არ არის, აი აბსოლუტურად და პირიქით ძალიან ღია ინფორმაცია შეიძლება ეს იყოს, ეს დამტკიცდა იმით, რომ ჩვენ მოვიცოთ კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომ იყვნენ ასევე აი ამ დავების განხილვის საბჭოს წევრები. ეხლა რა არის? ჩვენ უფლება არ აქვს გავანდოთ ინფორმაცია, რაც იქ განიხილებოდა საზოგადოებას, იმიტომ რომ კომპანიის კერძო კომპანიის ინტერესი შედის ხშირ შემთხვევაში, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამხელნი. მაგრამ ის ფაქტი, რომ იქ იჯდება სხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები, როგორც განხილველი წევრები, ეს რა თქმა უნდა უფრო მეტ მას რა ქვიან, თავდაჯერებულობას შეძენს საერთოდ როგორც კერძო კომპანიის წარმომადგენელს იქ მოსულს, ასევე გასაგებია, თუმცა მე მაინც მინდა რომ ეს თემა თითქოს რომ ამოვუწრო, შეხედეთ დასრულეთ ჯამში რა აი სულ ორი მარტივი თითქოს რეფორმა, ხო? თითქოს არაფერი, მაგრამ ამ ორი მარტივი რეფორმით ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ სრულად გადავწყვეტთ ის პრობლემა, რაც დღეს საქართველოში დგას, შეიძლება დამდგარიყო. სრულად, აი მაშინ დარწმუნებული ხარ ბატონო ნიკო, ამიტომ მიგონებით, მაინც ამბობთ. იცით რა არის? მეწარმეებს აქვთ თავის პრეტენზიები და შენიშვნები. განვითარება ხდება და ამ განვითარებას უნდა აუბოს მხარი როგორც კერძო სექტორი, ასევე მთავრობა და შესაბამისი კორექტირები უნდა შეიტანოს რა თქმა უნდა მუდმივად. ამ ეტაპზე ის ფაქტი, რომ დავების განხილვის საბჭო იქნება გამჭვირვალე აბსოლუტურად, იმიტომ რომ ამას დაემატება თან კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთი მხარეს და მეორე მხარეს დალუქვის საშუალება არ იქნება 48 საათზე მეტი არც ერთ საგადასახადო თანამშრომლებს, გარდა ფინანსთა მინისტრის და შემოსავლების სამსახურის უფროსისა, ეს თავის მხრივ ძალიან დიდ აი ამ პრობლემას ხვეთს. გასაგებია, მაგრამ მე მაინც მინდა კიდევ ერთხელ მივუბრუნდე ფინანსური პოლიციის თემას, იმიტომ რომ იგივე ლონდონში გამართულ შეხვედრებზე ყოველთვის ეს ინფორმაციას გაჟღერდა, სადაც საკმაოდ წარმატებული იყო, თქვა საქართველოს ასე ვთქვათ, წარდგენა თუ რაც ხდებოდა იქ ამ საინვესტიციო გარემოში იყო ინვესტიციების მოждვაზე საუბარი, მაგრამ იყო ასევე შენიშვნები უცხოელი ინვესტორებს ხდა ყოველ შემთხვევაში ესეთი ინფორმაცია გაჟღერდა სწორედ ფინანსურ პოლიციაზე და იქ იყო კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებები, თქვა რაც იგეგმება ეკონომიკური თავისუფლების აქტის პირობებში. იყო თუ არა ამაზე მართლა საუბარი ან უცხოელების მხრიდან და მაინც რაში ჭირდებოდა ფინანსური პოლიციის თავიდან შექმნა ფინანსთა სამინისტროს. აი ამაზე რო გამცეთ პასუხი, ყველას აინტერესებს და მოვჭეთ თქვა ეს თემა. ლონდონში მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო, აი ეს შეხვედრა ბიზნესმენებთან, ასევე ნიუ-იორკშიც, იმიტომ რომ აუცილებელია მთავრობა 6 თვეში ერთხელ ხვდებოდეს იმ ინვესტორებს, რომლებსაც ფული ჩადებული აქვს საქართველოში, რომლებსაც უნდათ ფული ჩადოს საქართველოში და აი ეს კითხვა-პასუხის რეჟიმი შედგეს. გასაგებია. რაც შეეხება ფინანსურ პოლიციაზე კითხვას, აქ ძალიან მარტივი პასუხია შემდგომში. ფინანსური პოლიცია არასოდეს არ ყოველთვის იყო. ხო, და იყო თუ არა ეს თქვა შემოფერხებელი უცხოელი ინვესტორებისთვის, ყოველთვის იყო ფინანსური პოლიცია, როდესაც ეხლა გამოდის ის თქვა შემოსავლების სამსახურის გარეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მანამდე არ არსებობდა. ფინანსური პოლიცია არსებობდა და მას ერქვა საგამოძიებო დეპარტამენტი და ის იყო შემოსავლების სამსახურის შიგნით. დიდი განსხვავებაა შემოსავლების სამსახურის შიგნით იქნება და დაერქვა საგამოძიებო დეპარტამენტი თუ არა, თუ მხოლოდ სახელწოდებას ხვდება, რა თქმა უნდა არ არის. ხო, სიამოვნებაში განსხვავება არის თავარი, რომ ის უბრალოდ არ ექვემდებარება ეხლა შემოსავლების სამსახურის უფროს, არამედ ექვემდებარება ფინანსთა მინისტრს. აი ეს არის თავარი განსხვავება, რაც ჩვენ აი ფუნქციურად სხვა განსხვავება. დაემატა თქვა რაღაც სპეციალიზმი თავისი ფინანსური პოლიციის უფლებები აქვს. საგამოძიებოსაც ყველა ეს უფლება ქონდა. თავარი განსხვავება ეხლა არის ის, წარსულსა და აწყოს შორის, ეს არის რომ ის გამოვიდა ეხლა გარეთ შემოსავლების სამსახურის გარეთ და ის პირდაპირ ექვემდებარება ფინანსთა მინისტრს. და პირიქით ჩვენ გვინდა ბევრად უფრო მეტი გამჭვირვალობა შევძინოთ ფინანსურ პოლიციას. იმიტომ რომ ეს სინამდვილეში არის უწყება, რომელსაც ბევრი კარგი გაუკეთებია. რაც უნდა საზოგადოებაში ბევრი ცუდზე იყოს ლაპარაკი. ხო, ბევრი ხმაურიანი მეორე მხარეს ბევრი კარგი გაუკეთებია. ის იგი კონტრაბანდასთან ბრძოლა.
ხო, ეს არ არის მარტივი საქმე. კონტრაბანდაზე ბრძოლა რა არის? ეს არის რომ დაცული იყოს ადგილობრივი მეწარმე და მან უფრო მარტივად გაყიდოს თავისი პროდუქცია, იმიტომ რომ კონტრაბანდა როდის შემოდის, ის ფასით რა თქმა უნდა ყოველთვის მოუგებს ადგილობრივ მეწარმეს. იმიტომ ის კონტრაბანდულია, მოპარული საქონელია ზოგ შემთხვევაში და ის რეალურად ძირავს ქართულ ბიზნესს. ფალსიფიკაციას და ბრძოლა, რომელიც წამლავს საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში, ხო? ესეც მის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და ამიტომ ჩვენ პირიქით გვინდა ფინანსური პოლიცია გამჭვირვალე გავაკეთოთ, მოსაზოგადოებას დავანახოთ ის თუ რას აკეთებს რეალობაში დადებითაც შეიძლება უარყოფითაც გარკვეულ წილადაც საზოგადოებას მიადევნებს მათ საქმიანობას თვალს. თქვენ დაამტკიცეთ, თქვენ არ პარლამენტმა უკვე დაამტკიცა 2010 წლის ბიუჯეტი, სადაც თქვა აღარ არის ძალოვანი უწყებები პრიორიტეტი, რასაც გარკვეულწილად მოყვა კიდეც კრიტიკას, თქვა ერთი რომ რამდენად სწორია ეს, როდესაც ქვეყანა ესე საფრთხების წინაშე დგას და მეორე თქვა რა სფეროები შეარჩია მთავრობამ პრიორიტეტად და ამ თვალსაზრისით გათვალისწინებულია თუ არა ამ ბიუჯეტში ის სოციალური პაკეტები, თქვა რაზეც ძალიან ხშირად ისმის დაპირებები მთავრობის და სინამდვილეში ძალიან მარტივია უცხო თვალით უბრალოდ შეხედო ქვეყნის ბიუჯეტს და მიხვდე რა აქვს მთავრობას პრიორიტეტები. 2009 წლის ბიუჯეტს რომ შეგეხედათ, დაინახავთ რომ პრიორიტეტი იყო აუცილებლად იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც სამუშაო ადგილები იქმნებოდა. რეალურად იგივე პრიორიტეტი გადადის მომავალ წელს, უბრალოდ ემატება კიდევ ერთი ფაქტორი. ეს არის ჯანდაცვის ბიუჯეტი და განათლების ბიუჯეტი. რეალურად აბსოლუტურად ყველა სხვა სამინისტროს ბიუჯეტი იმცირდება გარდა აი ამისა. ანუ იზრდება მხოლოდ განათლების ბიუჯეტი და იზრდება მხოლოდ ჯანდაცვის ბიუჯეტი, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ის გრძელდება მომავალ წელს, მაგრამ მომავალ წელს უფრო დიდი დატვირთვა გადადის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და არა კონკრეტულად საბიუჯეტო თანხებს. ეხლა შეგეთ რა მოხდა. 4.5 მილიარდი დოლარი იქა გამოყოფილი, როგორც გახსოვთ, გასულ წელს ბრიუსელში, ხო? მაგრამ ამის ათვისება რეალურად დავიწყეთ ჩვენ აი ამ წლის მაისში სადღაც. აი ეს ათვისება ეხლა უფრო და უფრო იზრდება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოლაპარაკება გვეწარმოებინა, შემდეგ ხელშეკრულება დაგვედო, ტენდერი გამოგვეცხადებინა, გამარჯვებული, გამოგვევლინა, ასე შემდეგ. დიზაინი გაკეთებული იყო პროექტი. შესაბამისად, ამ თანხების ათვისება დავიწყეთ მაისის თვეში, აპრილის თვეში. აი ეხლა უფრო და უფრო მაღალი ტემპებით მიდის ამ თანხების ათვისება. ჩვენ წლის ბოლომდე, უკვე ხელმოწერილი გვაქვს, ხო, უკვე ხელმოწერილი გვაქვს, ან მიღებული გვაქვს 3.7 მილიარდი დოლარი. ეს არ არის პატარა თანხა, ეს არის ძალიან დიდი თანხა. ხშირად გამოუყვიათ იგივე ესეთი დიდი თანხები სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ ათვისება ნახევარზე მეტი არასოდეს არ ყოფილა. ეს რეალურად ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ სოფლიო ბანკთან, EBRD-თან, მათაც ძალიან კარგად იმუშავებს, ხალხშეს მინდა თქვა და აღვნიშნო. შესაბამისად 3.7 მილიარდი დოლარი გარანტირებულია ქვეყანას, რომ მიიღებს ან წელს უკვე მიიღო, ან მიიღებს მომავალი 2-3 წლის განმავლობაში. და ეს ფული რეალურად დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ისეთ პროექტებში, რომელიც მომავალში მოიზიდავს კერძო სექტორს. ერთ მაგალითს ვიტყვი მარტო და მეც აღარ ვიტყვი. 500 კილოვოლტიანი ხაზი. 260 მილიონი ევრო დამფინანსებლები არიან EBRD, ევროპის განვითარების საინვესტიციო ბანკი და KfW გერმანიის. ჯამში დებენ ამ თანხას, ჩვენი თანადაფინანსებაც არის, რა თქმა უნდა, რაღაც. ეს 500-იანი ხაზის მშენებლობა დაიწყო, მომავალ წელს ჩაერთვება ყველა ეს საინვესტიციო ინსტიტუტი და დასრულდება 2 წელიწადში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჰესების მშენებლობის ბუმი უკვე დაიწყო. ანუ როგორც კი ჩვენ გამოვაცხადეთ 500-იანი ხაზის მშენებლობა დავიწყეთ თქო, მეორე დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები და თქვენ ჩვენ აქ ჰესების მშენებლობას ვიწყებთ. ანუ აი ესეთ პროექტებს ვაფინანსებთ ჩვენ, აი დონორების 3.7 მილიარდი დოლარით, ახლა რომელიც უკვე ათვისები დაიწყო, ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას. თუმცა საგზაო პროექტები, ეს ის პროექტები, რომელიც ტურიზმს უწყობს ხელს, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, იმიტომ რომ ვაჭრობა ბევრად უფრო მარტივდება, რომელიც საერთოდ ვაჭრობას და სატრანზიტო ფუნქციას უწყობს ხელს. აი ეს არის ის, რაც შეგვიძლია თქვა მომავალი წლის დაფინანსებაზე რეალურად. კარგით, და ჩვენ დრო იწურება, მაგრამ ერთი რაც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ პროდუქტების თემა გაძვირება, რომელიც რაღაც ყოველ წუთას ჭირდება ყველა ადამიანს, ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე და ამ თვალსაზრისით თქვა თავრობა ადრე არ ერეოდა ბაზრის დაცვაში და ეს იყო ახსნილი იმ თვალსაზრისით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. თქვენ დროს უკვე დაიწყო იმპორტზე საბაჟო განაკვეთის გაზრდა, ხო, რაღაც კონკრეტულ პროდუქტებზე. მე უბრალოდ მაინტერესებს, შეიძლება ადგილობრივ მეწარმეს ძალიან უხარია, ბუნებრივია, იმიტომ რომ იმპორტს ბარიერი ექმნება და ალბათ ადგილობრივი წარმოება უფრო წახალისებულია, მაგრამ რამდენად აისახება ეს თითოეულ მომხმარებელს? ეს თქვა იგივე ფქვილი თუ არის იმპორტირებული და მას ის ძვირდება შეგული გაძვირდეს. აი, ხო, მე შეიძლება ძალიან ისე ვკითხულობ, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი მოსახლეობის ერთ
ერთ წარმომადგენელი და მაინტერესებს ამის შედეგად შესაძლოა თუ არა გაძვირდეს რამე პროდუქტი. პირველადი მოხმარების თარასთან. ფილზე ნამდვილად არაფერი არ იზრდება, საბაჟო მოსაკრებელი თუ გადასახადი. აქ რეალურად ჩვენ გვქონდა სამი სხვადასხვა გადასახადი, ნულოვანი, 5%-იანი, 12%-იანი, ჩვენ 5%-იას ვაუქმებთ საერთოდ. აი ამ 5%-დან რაღაც ნაწილი გადის 12%-იაში, რაღაც ნაწილი ნულოვანში და მცირე ცვლილებები ხდება 12-დან და ნულოვანს შორის. სინამდვილეში 12-დან ნულოვანში უფრო მეტი პროდუქცია გადმოდის, როგორც მე მახსოვს, ვიდრე 0-დან ადის 12-ზე. შესაბამისად, აქ მე დიდ ასე ვთქვათ, ცვლილებებს რაიმე. ხო, ანუ ყოველ შემთხვევაში ამ ბარიერის შექმნას იმპორტერებისთვის არ მოყვება ფასების მატება, ხო, თქვენ კონკურენციის შიდა ბაზის კონკურენციის გაზდა უფრო მოყვება ამას. გასაგებია, კარგი. და ერთი რაც მინდა კითხოთ, უფრო ისეთი პოლიტიკურ ნაწილში, ეს არის დიმიტრი მედვედევის განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ ბოლო დღეებში, სადაც ბოლო დღეებში არა ყოსტოშ გუშინ წინ თუ არ ვცდები, სადაც ის საუბრობდა, რომ სავაჭრო ურთიერთობები და საჰაერო მიმოსვლა შესაძლოა აღდგეს საქართველოსთან და რაღაც მორიგი განცხადება გააკეთა მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე და ჩვენ ამ მედია ფორუმზე ვისაუბრებთ გაცემის მეორე ნაწილში, მაგრამ თქვენ როგორც პრემიერ-მინისტრი, მაინტერესებს როგორ შეფასებას გაუკეთებთ ამ განცხადებას, შესაძლოა თუ არა აქ იყოს რამე გულწრფელობის დეტალი მის ამ განცხადებაში. და ვთქვათ მოლოდინი იმისა რომ შესაძლოა მომავალი წლიდან ან სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს ან საჰაერო მიმოსვლა. იცით რა არის? ოფიციალურ დონეზე საქართველოს მხარეს არასოდეს არ გაუჩერებია არც საჰაერო ტრანსპორტის მიმოსვლა, არც რაიმე იმპორტირების ბლოკირება გაუკეთებია, არც ელექტროენერგიის ექსპორტის არ გაუჩერებია. შესაბამისად, თუ აი ამაში რამეში მიგვაძას რუსეთის მხარე, რა თქმა უნდა, ეს დადებითი ფაქტორი იქნება, თუმცა ეს არ არის თავარი და ძირეული პრობლემის გადაწყვეტა, რა თქმა უნდა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გიოლარსის გახსნაზე იყო ზამოლარსის გახსნაზე. კი ბატონო, ეს ამასაც მივესალმებით, რაღაც მომენტში შეიძლება ეს იყოს პოზიტიური, მაგრამ ეს არ არის კიდე ერთხელ მეორე საქართველოს და რუსეთის შორის ურთიერთობების მთავარი პრობლემის გადაწყვეტა. მთავარი პრობლემა არის ოკუპირებული ტერიტორიები. კარგი, დიდი მადლობა და ვიდრე დაგემშვიდობებით, ძალიან მოკლედ მითხარით თქვენი შეფასება, იმიტომ რომ ძირითადად მაინც საუბრობდით რთულ, მაგრამ მაინც წარმატებულ ნაბიჯებზე მთავრობის მიერ გაწეულზე, საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი გაქვთ, კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი მთავრობის, თქვენ პრემიერ-მინისტრს სწორედ ამ წლიდან დაინიშნეთ 2009 წლიდან, კმაყოფილი ხართ თუ არა მთავრობის მუშაობის თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ. იცით, ის ბოლო შეჯამება და შეფასება ასე ვთქვათ. მე ალბათ არ მაქვს უფლება მე თვითონ გავაკეთო ეს შეფასება. მაინც ხელმძღვანელი ბრძანდებით მინისტრთა კაბინეტის ხოლმე მინისტრთა კაბინეტის მუშაობის თუ ხართ კმაყოფილი? მე მივანდობდი ამ შეფასების გაკეთებას, მივანდობდი მოსახლეობას, საზოგადოებას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი პოზიტიური რეფორმა გავატარეთ ამ წლის განმავლობაში. ჩამოვდით რამოდენიმე, რომელიც საერთოდ ძალიან მოკლედ სიახლე იყო წელს. იაფი დაზღვევის პროგრამა იყო საერთოდ სიახლე. ეგეთი ხო არავის არ გაუკეთებია, ხო? რეალურად ჩვენ ქვეყანაში გაკეთდა პირველად. ეხლა ამერიკა ატარებს healthcare real reforms, რომელიც არის ზუსტად იგივე ძალიან ცუდ ცვლილებები. რეალობას რო ვთქვა. მოგბაძა ამერიკა. არ უთქვი ამას, რა თქმა უნდა, არ უთქვი ამას, მაგრამ გავაკეთეთ. 120,000 ადამიანი დაზღვეული. თქვენ იცით რამდენი ადამიანი იყო დაზღვეული 2006 წელს? იყო 42,000 ადამიანი დაზღვეული. წელს არის დაზღვეული 1,500,000 ადამიანი დაზღვეული. 42,000-დან თუმცა იქაც იყო ხარვეზები თუ არ ვცდები ხო დაზღვევის 42,000-დან 1,500,000 ადამიანამდე იქნება. ეს არის დაზღვევა, არის ყველაზე სწორი რეფორმა, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის სექტორის რეფორმირების, ხო ერთხვალეს, რა. ერთი ეს იყო სიახლე, ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელიც ასევე საკმაოდ უნიკალური პროექტი, ესეც გარკვეულწილად იყო სიახლე. რამოდენიმე სოფლის პროგრამა. ანუ მაინც კმაყოფილი ხართ? არა, მე ვამბობ, მე ირონიულად არ გეკითხებით, კმაყოფილი ხართ მუშაობთ თუ არა? სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და კარგი რეფორმა გავატარეთ, თუმცა არ იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები, რითაც უკმაყოფილო ვარ. არის რამოდენიმე პრობლემა, რაც უკეთესი რეზულტატი შეიძლება გქონოდა. ეს არის პრივატიზაციის ნაწილი, თქვა, თუნდაც ეს არის თუნდაც 100 სამავთყოფოს პროგრამა. ანუ თქვა სერიოზული კრიტიკა ისვის მუდამ მართებული კრიტიკა. ანუ მე არ ვამბობ რომ ყველაფერი კარგად არის. მე ვამბობ რომ რამოდენიმე კარგი. ანუ ამ ხრივაც რაღაც ცვლილებებს უნდა ველოდოთ, თქვა, იგივე მაგ პროექტის. 100 სამავთყოფოს 100 სამავთყოფოს პროგრამა ჯორჯიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი. მე გეტყვით რომ მე და ჯანდაცვის ზივართ ბოლო 2 კვირა, 3 კვირა, რეალურად გავდივართ ყველა დეტალს ამ პროგრამის და ჩვენ სავარაუდოდ თუ ახლოს დღეებში შევთავაზებთ ამ პროგრამის მოდიფიკაციას. ანუ შესაძლოა ჩანაცვლება მოხდეს ბოლო ჯორჯიასიდან. საერთოდ არ იქნება შეიცვალოს, იმიტომ რომ სულ არის ამაზე საუბარი. მოდიფიკაცია შემოგთავაზეთ აუცილებლად მომავალ წლის დასაწყისშივე. კარგით. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ რომ 2010 წელი იყოს ფინანსურად უფრო მყარი, იმიტომ რომ ალბათ თითოეული ადამიანის ინტერესებში შედის. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რეკლამის შემდეგ კი უკვე ჩვენ მოსკოვურ ვოიერს და შეხვედრას დიმიტრი მედვედევთან დაუთმობთ ყურადღებას და ჩვენი გადაცემის სტუმრები ძირითადად ჟურნალისტები იქნებიან.
შეხვედრა მედვედევთან ევროპისა და აზიის მედია ფორუმი, რომელსაც ქართველი ჟურნალისტებიც დაესწრნენ. კითხვები რუსეთის პრეზიდენტს და პასუხი, რომელიც არაერთხელ ქსმენია. არაერთხელ გვირობ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტთან და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან კონტაქტს არ ვაპირებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა სფეროებში ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა მომავლისთვის უნდა გადავდოთ. მომავლისთვის გადადებული თუ შეწყვეტილი ურთიერთობები, რატომ აჩუქა საკუთარი წიგნი მალხაზ გულაშვილმა დიმიტრი მედვედევს და რა ინფორმაცია მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ჯორჯიან ტაიმსის ხელმძღვანელმა. რაც მედვედევის პასუხში მოვისმინე, არის მზაობა ამისი და მომავალი წლიდან აპირებენ, რომ გახსნა საჰაერო მიმოსვლა და რომ აღადგინონ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. რატომ ამოიღეს მედია ფორუმზე მიწვეულთა სიიდან ლალი მოროშკინა და რა მიზეზს ხედავს ის მოსკოვის გადაწყვეტილების უკან? თუ მათ ჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ის ჟურნალისტები, რომლებსაც მხოლოდ ამ პრორუსული ორიენტაცია ექნებათ. რა შეკითხვები გაუჩნდათ მოსკოვის ფორუმის მონაწილეების მიმართ თბილისში მყოფ ჟურნალისტებს და მისაღებია თუ არა მათთვის ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა? მე ნამდვილად არ მომივიდოდა მოწვევა მოსკოვიდან, მაგრამ თუ მომივიდოდა არ წავიდოდი. ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. მე შემიძლია გითხრათ მე წავიდოდი თუ არა და შემიძლია ასევე გითხრათ რატომ წავიდოდი ან არ წავიდოდი. იმ კითხვებს, რაც იქ დაუსვა ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, მე არ დაუსვან, მე არ მაინტერესებს ეს შეკითხვები. იმიტომ რომ მათზე პასუხები ცნობილია. მათზე პასუხები გულისხმობს აპრიორი ყოველთვის საქართველოს გადმობრალებას. ჟურნალისტების პოზიცია მედიის წარმომადგენლების მოსკოვურ ვოიაჟზე. ექნება თუ არა შედეგი რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგს. რას ფიქრობენ თბილისსა და მოსკოვში მყოფი ქართველი ჟურნალისტები? პირდაპირ ჩართვა რუსეთის დედაქალაქიდან და მალხაზ გულაშვილი მედვედევთან შეხვედრის დეტალებზე. პოზიციის სტუდიაში კი ეკა კვესიტაძე, ლაშა ტუღუში, ლალი მოროშკინა და დავით პაიჭაძე. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით და წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს ჯერ სტუდიაში ლალი მაროშკინა, ეკა კვესიტაძე, ლაშა ტუღუში და დავით პაიჭაძე და პირდაპირ ეთერში ჩვენ მოსკოვიდან ჩაგვერთვება ჯორჯიან ტაიმსის ხელმძღვანელი მალხაზ გულაშვილი. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის თემა კი, როგორც მოგეხსენებათ, არის შეხვედრა მედვედევთან ევროპისა და აზიის მედია ფორუმი, სადაც ქართველი ჟურნალისტებიც მონაწილეობდნენ. მე თქვენის ნებართვით მოგესალმები და მადლობას გეტყვით პირველ რიგში მონაწილეობისთვის და ჯერ ბატონ მალხაზს დავუკავშირდები მოსკოვში, ვთქვათ მას გავესაუბროთ და მერე გექნება თქვენ საშუალება, რომ თქვენი მოსაზრებები გამოთქვა და თუ გაქვთ სურვილი ბატონ მალხაზს დაუსვათ შეკითხვები. საღამოშიდობისა ბატონო მალხაზ, მოგესალმებით, გესმით ჩემი ხმა? საღამოშიდობისა გესმოდათ ალბათ ჩვენი სტუმრების შემადგენლობას, ჩვენც აქ თქვენი კოლეგები ვსხედვართ და გვაინტერესებს უბრალოდ რა ხდებოდა მედია ფორუმზე, ყოველთვის მე როგორც გადაცემის ავტორს და წამყვანს, იმიტომ რომ ამ ვიზიტს მოყვას ჟურნალისტთა აზრი ორ ნაწილად გაიყო, თქვენ ნაწილმა უარი თქვა მონაწილეობაზე, ნაწილი მან რა თქმა უნდა წამოვიდა მედია ფორუმზე და მიიღო მონაწილეობა და იგივე მედვედევთან შეხვედრაზეც იმყოფებოდა. დავიწყოთ იმიტომ რომ რატომ გადაწყვიტეთ აქ მონაწილეობა და რა მიიღეთ ან რა მოისმინეთ ახალი, ვთქვათ, იგივე რუსეთის პრეზიდენტისგან, რომელსაც პირადად თქვენც ესაუბრებოდით. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი კოლეგები მანდ არც ერთი არ ზის, იმიტომ რომ არც ერთი მფლობელი მედიის არ არის. ხო, ჟურნალისტებს გულისხმობდი და მედიის რედაქტორები და ჟურნალისტები, რომლებიც არიან დაქირავებულები. და ზოგიერთი მანძის ჟურნალისტი, რომელიც წარსულში იყო ჟურნალისტი. ეს თქვენი მოსაზრება ბატონ მალხაზ, კი ბატონო, ამაზე მე გავგცემთ პასუხს ალბათ მედიის წარმომადგენლები. არასოდეს არ მიმაჩნდა და უდასტურე. კარგით, მოდით ჩვენ ვისაუბროთ მედია ფორუმზე და მე გავარკვევთ ურთიერთობები. ჩვენ გვაინტერესებს რა ხდებოდა მოსკოვში ბატონ მალხაზ, სადაც ბევრი ჩემი კოლეგა და ჟურნალისტი იყო მიწვეული. კალბატონინო, თქვენს ბრძანდებოდით მოწვეული. კი, რუსთავიორიდან იყო გამოთქმული გესაუბრეთ. კი ბატონო და ჩვენ უარი ვთქვით გოგოტიშვილსაც და თქვენ არც ხო გითქვიათ და არც უარი. უბრალოდ არ მომაწოდეთ ინფორმაცია. თენგის გოგოტიშვილს უარი ხო არ ცდებით? მოსკოვში, ვინც იყო მოსკოვში, გეტყვით, თენგის პაჭკორია და ვინც არის? ბონდო მძინარიშვილი, ნანა დევდარიანი, ვასილ კაპანაძე, გაზეთი რეზონანსი, ანი მიროტაძე, სააგენტო პირველი, ნათია მიქიაშვილი, ტელეკომპანია მაესტრო საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტატო ლასკიშვილი, გაზეთ სვაბოდნაია გრუზიას მთავარ რედაქტორი და გამომცემელი, ალექსანდრე ასლანიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი, ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი, თქვენი მონამორჩილი მალხაზ გულაშვილი,
Media Holding Georgian Times-ის ფლობელი და პრეზიდენტი, კაპანაძე შოთა, ოპერატორი ტელეკომპანია Maestrosi და დაგვხვდა მოსკოვში რაღაც ჟურნალის გამომცემელი ბატონი ჯემალ შელია. გასაგებია, ეს რაც შეეხება შემადგენლობას. ჩვენ მოწვევა გაუგზავნეთ რუსთავი 2-ს, დიახ. იმედში ბატონ ვახტანგ სანაიას, პირველ არხზე მამუკა ფაჩუაშვილს და ლევან გახელაძეს, კავკასიაში ნინო ჯანგირაშვილს, რეზონანსში პირველ რიგში ლაშა ტუღუშს. გასაგებია, ბატონო ხას ისეთ რა აღარ ჩამოყვეთ, ზუსტად ამით დავიწყე მე თქვენთან საუბარი, რომ მორად გაიყო ჟურნალისტების აზრი, ნაწილმა უარი თქვა, თქო ზუსტად ეს თქვი გადაცემის დასაწყისში, ნაწილი გააგზავნეს. ჩვენ გვაინტერესებს რა მოხდა მოსკოვში, ჯერ ამაზე დავიწყოთ საუბარი. თორემ რეზონანსის წარმომადგენელი იყო ხო ბატონო ლაშა ერთ-ერთი, ხო გვარი არ მახსოვს უკაცრავად. ასევე ასავალდასავალი და ალიადან იყო ნინო როსტიაშვილი, რომელიც სამწუხაროდ იმ ფორმატიდან გამომდინარე, რასაც ატარებს RIA Novosti, მთელი რიგი ადამიანებისა, ასე ვთქვათ, ამოყრილი იქნა სიიდან, იმიტომ რომ 12 დელეგატი უნდა ყოფილიყო და 12 დელეგატიდან შეირჩა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც RIA Novosti-მ ჩაჩვალა საჭიროდ რომ უნდა წამოსულიყო. კარგი, ბატონო მალხას ეს გასაგებია. სიაში იყო ლალი მაროშკინა, სოსო ჯაჭვლიანი, გოგი ქავთარაძე, მამუკა არეშიძე. ბატონო მალხას იქნებ მეც მომისმინოთ, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა კითხვები და სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი რომ გაგსაუბრებოდით, ვიდრე ჩამოხვიდოდით მოსკოვში და გაგვეგო რა ხდებოდა მედია ფორუმზე. ლალი მაროშკინა ახსენეთ, ის სტუდიაში იმყოფებოდა, იყო ნამდვილად მიწოულთასიაში, მაგრამ ბოლოს რატომღაც როგორც თავად აცხადებს, ის დაბლოკეს. მაგრამ ამ თემებზე ვისაუბრებთ, ჯერ თუ შეიძლება მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა იყო მნიშვნელოვანი, რა მოისმინეთ ამ ქალბატონო ნინო, რატო დაბლოკეს, ხო უნდა იცოდე. კარგით, მაშინ მოვუსმინოთ ქალბატონ ლალის და მოგისმენთ თქვენც. მოვუსმინოთ რას ფიქრობს ქალბატონ ლალი, რატო დაგბლოკეთ და რატო ვერ მოხდით მოწყობილ ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ, რომ მე თქვენ ვერ გხედავთ. ხო, გესმით ჩვენი ბატონ მალხას. საერთოდ ძალიან ცუდად ისმის. და თუ მათქმევინეთ ჯერმე, მე გააკეთებინეთ კომენტარი. კი ბატონო, მე უბრალოდ თქვენ საშუალება მოგეცით, რომ თქვენც მოგესმინათ და გაგეცათ პასუხი. ეხლა რაც შეეხება მაროშკინას, მაროშკინა იყო მოწვეული, მე პირადად შევთავაზე მას მონაწილეობა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის არ წარმოადგენს არც ერთ მედია სტრუქტურას, დაწუნებული იქნა RIA Novosti-დან. გასაგებია, კარგით. შეიძლება ვკითხო ქალბატონ ლალის, თქვა არის თუ არა, ესე ბატონო მალხას მოусმენთ თუ გნებავთ ესე კითხვა-პასუხ რეჟიმში მე და თქვენ გავიარო და მე ვისაუბრებ სტუდიაში. მე ჯერ ჩამოვაყალიბებ ჩემს სათქმელს და მე შეეკითხეთ რა. კარგით, მაშინ თუ შეიძლება მე დაგისვამ შეკითხვას. კარგით ბატონო მალხას. კი ბატონო. ერთი რომ ვთქვათ, იყო თუ არა საგანგებოდ შერჩეული იმ ადამიანთა სია, ვინც იყო მოსკოვში, გასაგებია რომ ბევრი იყო მიწვეული, მაგრამ ვინც მოხვდნენ ამ მედია ფორუმზე, ამას გეკითხებით იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელი იყო თუ არა დასმულიყო ყველა შეკითხვა ამ მედია ფორუმზე, რომელზეც მოვიდა სტუმრად რუსეთის პრეზიდენტი და რა კითხვები დაისვა და რა მოისმინეთ მისგან. ამაზე მინდა რომ ჯერ მომიყვეთ. კი ბატონო, ჩვენი დასმული 6 შეკითხვა როცა რეგლამენტით იყო გათვალისწინებული ერთი შეკითხვა თითო დელეგაციაზე და მე როდესაც დავიწყე კითხვების დასმა გამაჩერა RIA Novosti-ის ხელმძღვანელმა სვეტლანა მირონიუკმა, მაგრამ ფაქტიურად იძულებულად დაუსვი შემდეგი შეკითხვები და მედვედევმაც გააჩერა მირონიუკი და უთხრა დამისვან შემდეგი შეკითხვები. რა იყო ეს შეკითხვა, ბატონო მალხას და ჩვენ მოვისმინეთ ხოლმე სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე, საჰაერო ავიაციაზე. არა, სამწუხაროდ რუსთავი 2 და პირველი არხი იმედი კარგი, რუსთავი 2-ის ეთერში ხართ, ბატონო მალხას და მითხარით პირდაპირ ეთერში კიდევ მაშინ რაზე იყო საუბარი? საუბარი იყო იმაზე, რომ მე დავსვი მომზადებული ჩემი, ასე ვთქვათ, საკითხები, რომლებსაც წელიწად ნახევარია უკვე მუშაობთ ამ საკითხებზე, თქვენ იცით საზოგადოებრივი პალატასთან რუსეთის შევქმნით ჩვენ კომისია, რომელშიც შედიან რუსეთის წამყვანი ადამიანები და საქართველოსთან ასევე წამყვანი ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, საზოგადო სახეები. თქვენ იცით რომ მათი ვიზიტი იყო საქართველოში ცოტა ხნის წინ, მისი ხელმძღვანელი ერთ-ერთი ალან კასაევი, რომელმაც ეს ღონისძიება მოაწყო. და ჩვენ ის საკითხები დავსვით, რომელსაც ვაყენებდით ყოველთვის. ეს არის ის საკითხები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ და ჩვენ ხელგვეწიფება. ეს არის სახალხო დიპლომატიის ფორმატი
და ასევე როგორც ჟურნალისტის ფორმატი. ჩვენ შევთქვივა გული იმაზე, რომ არ არის საჰაერო მიმოსვლა და ერევნიდან გვიხდება ფრენა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრენაც ჩვენი აღდგენილია ნაწილობრივ, გვინდა რომ თბილისიდან იყოს პირდაპირ ფრენა მოსკოვში. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე აღდგება. ბატონო მალხაზ, თუ იყო საუბარი დეოკუპაციაზე. პროდუქცია რუსულ ბაზარზე. ასევე ჩვენის ინფორმაციით და ჩვენი საკითხით, რაც დავსვით, აუცილებლად უნდა გაიხსნას ლარსის საბაჟო არა მარტო სომხეთისათვის, რომელზეც ზრუნავენ როგორც ამერიკელები, ისე რუსები, რომ ლარსის საბაჟო სომხეთისთვის გაიხსნას, ჩვენი საკითხის დასმის შემდეგ ის გაიხსნება საქართველოსთვის. ასევე ჩვენ დავსვით საკითხი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ჩვენი დელეგაცია თუ იყო საუბარი, უბრალოდ მაინტერესებს, რაიმე ახალი განცხადება ხომ არ მოგისმენიათ რუსეთის პრეზიდენტისგან, აპირებენ თუ არა დატოვოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული ნაწილები. ჩვენ ვილაპარაკეთ იმ თემებზე, რაც ჩვენ იმ შემთხვევაში გვინდოდა რომ გადაწყვეტილიყო. ეს არის ჩვენი პოზიცია. ბატონმა თემის გოშოვანია საბაჭოო ურთიერთობების აღდგენა თუ დეოკუპაცია ბატონო მალხაზ. ანუ მნიშვნელოვან თემებზე ვარ და მე ჩემთვის მნიშვნელოვანია პატარა წარმატება იქნეს ამ დაძაბულ ფონზე მიღწეული. ჩვენ ფაქტიურად მოვახდინეთ ამ პატარა წარმატების მიღწევა. და არსებობს თუ არა გარანტიები რომ ეს წარმატება მიღწეულია? უბრალოდ ჩაგეკითხებით ბატონო მალხაზ, იმიტომ რომ გჯერათ თქვა გულწრფელობის რუსეთის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის თქვა როდესაც იმავე შეხვედრაზე და ფორუმზე ისე მორიგი ღია განცხადებები გააკეთა რომ თქვა არაპირებს არც ქვეყნის ხელისუფლებასთან საუბარს, უფრო მეტიც არასოდეს დაელაპარაკება და ითხოვს მივიღოთ ახალი რეალობა. ამ ფონზე გჯერათ მისი გულწრფელობის, ანუ ეს გარანტიები არის რომ ეს ესე იქნება? მე პოლიტიკოსი არა ვარ, მე არა ვარ საქართველოს პრეზიდენტი, მე ვარ Georgian Times-ის პრეზიდენტი და შესაბამისად მე რა საკითხიც ხელმეწიფება, იმას ვწყვიტავ. ჩემი პირადი რისკის საფუძველზე. დიახ, გადაწყვეტილია. მე გეტყვით რომ მედვედევი წავიდა თუ არა ამ შეხვედრიდან, შეხვდა ტრანსპორტის მინისტრს და მისცა დავალება, რომ დაუყოვნებლივ გადაწყდეს ეს საკითხი, თუ საქართველოს ხარე იქნება თანახმა ამ ტექნიკური საკითხების მოგვარების შედეგად აღდგება პირდაპირ საჰაერო ფრენა თბილისთან. ეს რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს. მე რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა არის ტერიტორიული მთლიანობა და სანამ მედვედევი მოვიდოდა მანამდე იყო ლავროვი, ესწრებოდა ამ შეხვედრას. მე საკმაოდ ვრცელი მოხსენებით წარმოვდექი და ფაქტიურად ჩამოვაყალიბე ეს ძირითადი პრინციპები, რაც საქართველოს სახელმწიფოს ანაღლებს და პრობლემებს უქმნის. და მედვედევს გადავეცი წიგნი, რომელიც სპეციალურად გამოვეცი, რომ მოსკოვის ფორუმზე გამევრცელებინა. საინტერესო წერილი. ამ წიგნში არის დაწერილი თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, როგორ უნდა შეიქმნეს მშვიდობიანი კავკასია და როგორ უნდა მოხდეს რუსეთ-ქართულ და საერთოდ ევროპისა და ამერიკის ინტერესების დაბალანსება საქართველოს სასარგებლოდ. მე გადავეცი ეს წიგნი და ამაში წერია ის, რაც მე დარწმუნებული ვარ წაადგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პრობლემა და თვითონ ვერ ახერხებს მოლაპარაკების წარმოებას, მე შემიძლია ეს ფუნქციაც ავიღო, რახან ჩემზე ყოფილა ეს დამოკიდებული, რომ მე უნდა დავსვა დეოკუპაციის საკითხი, მე უნდა გავიყვანო ჯარები, მე მზად ვარ, რომ ჩემ ქვეყანას გამოვადგე რიგით ჯარისკაცად, არც პრეზიდენტობა მინდა, არც პრემიერ-მინისტრობა და არც პოლიტიკაში წასვლის სურვილი არ მაქვს. მე ვარ უბრალოდ ჯარისკაცი ჩემი ქვეყნის და როცა ჩემთან ერთად ჩემი მეგობრები ჩავედით ჩვენ ფრონტის წინახალზე ვიბრძოდით, ჩემმა მეგობრებმა ბჭყალებში გაგვიხსნეს ცეცხლი უკიდან. ფრონტის წინახალზე ბრძოდა ამ ფორუმში მონაწილეობას ეძახით ბატონო. საზოგადოება, დიახ, ბატონო, დიახ. თქვენ იცით, რომ საზოგადოებაში არის ისტერია შექმნილი რუსეთთან დაკავშირებით, რუსეთთან მოსკოვში გახედვა არ შეიძლება, მოსკოვთან ჩასვლა არ შეიძლება. ელემენტარულად მაინტერესებს კაბატონო ნინო. როგორ აპირებთ საკითხების მოგვარებას? ან ხელისუფლება, ან ჟურნალისტები მან რომ ბრძანდებიან.
როგორ აპირებენ ისტერიული ტონით ლაპარაკით ყვირილით ისტერიკებით არ მოგვარდება ეს საკითხი ამას ჭირდება დიპლომატია გულს ქვემოთ არის ვერ აგვარებენ ამ ელემენტარულ საკითხს და ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ რამდენი ადამიანის გაფრინდება თბილისიდან მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში გასაგებია ბატონო ხალხს დავალოდოთ მომავალ წელს და ნახოთ აღდგება თუ არა ეს რეისები და შეასრულებს თუ არა დიმიტრი მედვედევი თავის დანაპირებს საქართველოდან რუსეთში და შემოვა ვალუტა საქართველოში ქვეყნის ეკონომიკურ მე უნდა დაგემშვიდობოთ ბატონო მახალს როცა მილიარდი დოლარი არის ბიუჯეტში გარღვევა და 6 მილიარდი არის კარგი ეს უკვე სხვა თემებია რაზეც სხვა დრო შეგვიძლია ვისაუბროთ ბატონო მახალს ეს უბრალოდ არის იმიტომ რომ დეოკუპაციაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ხანდახან მაგრამ კარგით თქვენ არის სურვეთ რომ ჩვენ ერთად ვესაუბროთ დეოკუპაცია მოახდინეთ მე მხარს მე ვერ მოვახდენ ბატონო მახალს ძალიან მინდა რომ ამის საშუალება მქონდეს მაგრამ არ მგონია დიდი მადლობა გავაკეთებ კონკრეტულ საქმეს თქვენ მოახდინეთ დეოკუპაცია წარმატებებს გისურვებთ ბატონო მახალს ვიმუშავებთ იმისთვის რომ მოახდინოთ დეოკუპაცია ოღონდ ამას ჭირდება ეტაპები რომელსაც ჭირდება მომზადება არ შეიძლება ომში ორი ჩამული ქვეყანა თუ არ გადაიდგა ერთმანეთის მიმართ ნაბიჯები პოზიტიური უცებ დაიწყოს დეოკუპაცია დეოკუპაციას ითხოვს ამერიკაც ევროკავშირიც და ყველა მაგრამ რუსები არ გადიან პირიქით უფრო აძლიერებენ თავიანთ ბაზებს კარგი ძალიან დიდი მადლობა ბატონო მახალს დრო იწურება უბრალოდ მე მინდოდა რომ ჩვენ ყველას ერთად ვესაუბროთ თქვენ ეს არის სურვეთ ამიტომ ჩვენ გისმინეთ თქვენ ასე ვთქვათ მონოლოგის რეჟიმში ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში მე უნდა დაგემშვიდობოთ და გადმოვიდე სტუდიაში მყოფ სტუმრებთან რომლებიც კარგახანია უკვე იციან თქვა და უსმენდნენ ბატონ მალხაზ გულაშვილს კიდევ ერთხელ მოგესალმებით არ ვიცი რატო იყო ესეთი გაბრაზებული მალხაზ გულაშვილი ამ ვიზიტის გამო თუ ვერ ხვდები იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ კითხვები დავსვით მაგრამ კარგით აღარ გვინდა ვისაუბროთ მოდით ამ მედია ფორუმზე და პირველ რიგში რახან ცუდად ესმოდა თვლიდა რომ უნდა ელაპარაკა ხმამაღლანთა მკაფიო შესაძლოა მაგრამ მე მაქვს ახლა კონკრეტული კითხვები კი იმიტომ თქვენი გვარის დაასახლა ბატონოშა თქვენ ზეს თქვა რომ მიწვეული ბრძანდებოდი და ამ თუნდაც აქ ხართ მივხვდი რომ არ წახვედით და ვიცი რომ თქვენგან წარმომადგენელი იყო მოდი ჯერ პირველ რიგში მინდა ამაზე ვისაუბროთ თქვა ლალი დავიწყოთ რადგან დასახელდა რომ უნდა წასულიყავით და ის ამბობს ბატონი მალხაზი ამბობს რომ თქვა მედიის წარმომადგენლად არ მიგიღოთ რუსეთმა და ამიტომ არ მოგიღოთ დელეგაციიდან მე ვთქვი თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ როგორ მოხდა ეს და თქვა რატომ ვერ მოხდით ამ ჯერესერთი მინდა ვთქვა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვინც არის მიწვეული იქ და ჩემთვის ძალიან საპატივცემო ადამიანები არიან ნანა დევდარიანიდან დაწყებული და ირაკლი ალადაშვილი დამთავრებული და მე ძალიან მიყვარს ეს ხალხი და მართლა კარგი პროფესიონალები არიან მაგრამ გაიჟღერა გვარებმა რომლებიც ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია მე არ ვიცი მე თუ არ წარმოვადგენ დღეს ტელევიზიას და ესე იგი გაზეთში არ ვიბეჭდები თუმცა ძალიან ხშირად ჩემი სტატიები გამოქვეყნებულია მე წარმოვადგენ პროფესურას უნივერსიტეტის რომელიც ასწავლის ჟურნალისტებს და არ ვფიქრობ რომ დიდი განსხვავებაა მე ეკრანიდან მოძღვრავ ადამიანებს და გადაცემა მაქვს თუ მაქვს საშუალება უბრალოდ ვასწავლო და ახალი თაობა გავზარდო რომელსაც ჟურნალისტები გაჩნიათ თქვათ მიზეზი თქვენი არგუმენტი რა არის გითხრათ მე ვერაფრ ვერ მივხვდი მალხაზის აგრესიას იყო შემოთავაზება სექტემბერში როდესაც მე ამ სიაში ვიყავი შემდეგ როდესაც ჩამოვიდნენ ალან კასაევი და რამოდენიმე ჟურნალისტი და ზოგიერთმა ვერ შეძლეს შემოსვლა მე მათ გადავეცი რუსული ვარიანტი წიგნის რომელიც გამოვეცი რუსულ ვარიანტში ძალიან მძიმედ არის გაშლილი ის რაც მოხდა რეალურად საქართველოში და თუ ქართულ ვარიანტში შეკვეცილად არის ომი რუსულში უფრო გაშლილია ეს ერთი მომენტი რის შემდეგაც მე მომივიდა რუსეთიდან ოფიციალური წერილი სხვადასხვა გამომცემლობიდან სადაც წერია რომ ჩემი აგვისტოს ომის შეფასება განსხვავდება ოფიციალური რუსეთისგან და ამიტომ ეს წიგნი ვერ ნახავს დღის შუქს ესე იგი რუსეთის ბაზარზე მაგრამ ეს არამც და არამც ამ შემთხვევაში მალხასთან მიმართებაში არ არის მე უბრალოდ მაქვს ასეთი ჩემი მოსაზრება თუ მე მისაღები ვიყავი მარტში სოჩში როდესაც ჩატარდა ეს კავკასიის ხალხთა შეკრება ხო თუ შემდეგ მისაღები ვიყავი ამ სიაში რატომ გავხდი მიუღებელი მას მე რაც გამოდის წიგნი მას მე რაც მე არაერთხელ დავსვი საკითხი რომ ჩემთვის მთავარია როგორც ჟურნალისტისთვის მივიღო პასუხი კითხვაზე რატომ არსებობს დღეს პერევი, რატომ ახალგორი, რატომ კოდორი და რატომ ძალიან ბევრი ის ტერიტორია, რომელიც წარმოუდგენელია რას ემსახურებოდა და რა თქმა უნდა, ჩემთვის თავარია დეოკუპაციის საკითხის დაწყება და თქვენ ფიქრობთ რომ მოხდა თქვენ რუსეთის მხრიდან დაბლოკვა თქვენი მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის ცნობილი რუსული მხარისთვის ჩემი პოზიცია, იმიტომ რომ სხვადასხვა საიტებზე დევს ჩემი მიმართება, მაგრამ ანუ ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ
ერთი რამე მინდა ვთქვა, მე მგონი არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ამ სტუდიაში და სტუდიის გარეთაც თუ ვინმეს უნდა რუსეთთან კარგი ურთიერთობა, პირველ რიგში ეს მე ვარ, იმიტომ რომ ბორცს მიღმა დარჩნენ ჩემი ნათესავები, რომლებიც ეხლა 18-ში სხვათა შორის სოჭიდან ჩამოდიან, რომ ახალ წელს საქართველოში შეხვდნენ და მე არ მაქვს საშუალება მათთან ურთიერთობის. სოჭის შეხვედრაზე მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც თუნდაც ებრალიძე წარმართავდა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ მე დამეკეტებოდა ყველა გზა. ეს ცხადია. გასაგებია. ბატონო ლაშა, საუბარი იყო სახალხო დიპლომატიაზე, ბატონი მალხაზის მხრიდან რაღაც პრობლემების მოგვარებაზე, ის რომ რაღაც საკითხები უკვე გადაწყვეტილია ის თulis და ჩვენ ეს მოვისმინეთ. ანუ თქვათ, გჯერათ თუ არა ამ გულწრფელობის რუსეთის მხრიდან და რატომ თქვათ არ წახვედით მოსკოვში, თუნდაც იმ იცით რატო არის მეორე მხარეც რა სულ კრიტიკაზე ხომ საუბარი, მაგრამ მეორე მხარეც რომ თქვათ ჟურნალისტმა უნდა გამოიყენოს ყველა ტრიბუნა იმისაც რომ თქვათ რაღაც კითხვა დასვას იგივე რუსეთის პრეზიდენტამ თქვათ, ამას იზიარებთ თუ რატომ არ გაემგზავრეთ თქვათ მოსკოვში ამ ფორუმში მონაწილეობისთვის? დიდი მადლობა შეკითხვისთვის. თავიდან ძალიან მცირე შესავალს გავაკეთე. პირველი მე არ მომწონს, როდესაც გულაშვილს უძახიან აგენტს. ეს აქვე მინდა ვთქვა, ჩემი აზრით ეს არაკორექტულია და არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამოკიდებულება აქ ეხა ჯერ მე არ დამიძახია, მე არ უძახი მას ამას და ამ პოზიციას არ ვიზიარებ, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს. აქვე იმას ვიტყვი, რომ მისი დამოკიდებულებები რუსეთთან მიმართებაში თუ როგორ ხედავს ის ამ კონფლიქტის მოგვარებას, ჩემთვის არ არის მისაღები, მე განსხვავებული შეხედულება მაქვს, ეს არაერთხელ გამოგვიხატავს, სხვაშორის ერთადაც ხედავთ ძალგას და ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა, ეს არ არის პრობლემა, განსხვავებული შეხედულება გვაქვს, არა, მიუხედავად იმისა, მე პატივსცემ ნებისმიერი ადამიანის პოზიციას შეხედოს მას ის თulis რომ ეს არის გზა რომელიც რაღაცას მოგცეს ურად მე სხვანაირად უყურებ ამას ის რომ ჩვენი წარმომადგენელია ამაზეც მინდა ორი სიტყვა გითხრათ ხო ის იმიტომ გითხრათ რომ პირადად უარით არ მინდა რომ კი მე არ მინდა რომ ესე დავტოვო ბატონი ვასიკო ჩვენთან თანამშრომლობდა, მუშაობდა, დიდი ხანია, ესე ვთქვათ, შტატიც თანამშრომელი არ არის, ხანდახან წერს და თუ საინტერესო მასალა იქნება, კი ბატონო დავბეჭდავთ გაზეთში, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შემეხება მე ჩემი ადგილი ვერ დავინახე უბრალოდ ამ პროცესში, იმიტომ რომ სახალხო დიპლომატია არის რა, სახალხო დიპლომატია არის, როდესაც ხელისუფლებების გარეთ არსებული რაღაც ჯგუფები, მედია ჯგუფები, მეცნიერები, ისინი ურთიერთობენ და ამაში არ არის ხელისუფლება მონაწილე როგორც წესი. როდესაც ხდები პრეზიდენტს, ეს ამას არ ქვია სახალხო დიპლომატია, ეს არის უკვე პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკა, რა თქმა უნდა და ამ ეტაპზე მე გამომდინარე იქიდან თუ რა ინტერესები გააჩნია რუსეთს, რახან პოლიტიკაზე გადავიდეთ, აქვე ვიტყოდი, მე ვერ ხედავ პოლიტიკური პროცესიდან გამომდინარე, მით უმეტეს ხა ის საზოგადოება, რომელიც ჩადის, რომ რაღაცა შეცვლის, რომ ეხლა იმის გამო, რომ ჟურნალისტები შეკითხვებს დასვამენ, ეხლა გახსნიან თქვათ რეისან და ეს არ არის პოლიტიკა, ეს ხა შეიძლება ვიღაცა ჯერა, მაგრამ მე მართალ გითხრათ ამჯერ მე უბრალოდ ფიქრობ, რომ რუსეთს დღეს აწყობს აჩვენოს სოფლიოს, რომ არბილებს ერთი მხრივ საქართველოსთან ლაპარაკობს გახსნაზე მეორე წუთას შემოყავს გემები შემოყავს ჩვენს აკვატორიაში, აძლიერებს ასე ვთქვათ შეაღბუძალებს ჩვენს ტერიტორიაზე და არაფერი პირი არ უჩანს. უბრალოდ ეს არის მისი თამაში და მას აწყობს დღეს გაითამაშოს ეს პოზიცია. ერთადერთი პოზიტიური რაც დავინახე მედვედევის მოქმედებაში ის არის ის ხდება ჟურნალისტებს განსხვავებით მე აქვე მინდა ცოტა კრიტიკულად გამოვიდა განსხვავებით ჩვენი პრეზიდენტი სამწუხაროდ და აძლევს ბევრ საშუალებას ილაპარაკო რომ აი ის ხდება და ჩვენ პრეზიდენტი არ ხდება კარგს იზამს ჩვენ პრეზიდენტი თუ ისიც შეხვდება ხოლმე ჟურნალისტებს ეს ისე უბრალოდ ცოტა ესეთი რომ რაღაცა მწარე მეთქვა ხო მით უმეტეს ამ ასე თქვა ტელევიზიაში ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს მისი არჩევანია ფიქრობდეს რომ რაღაცა პოზიტიური მით უმეტეს ხა ტერიტორიული მთლიანობის მოგვარება ასე დონეზე და რაღაცები ცოტა მაგრამ ბოლოს მაინც ვიტყვი რომ კი ბატონო ეს მისი ნება ასეთი ადამიანებს შეუძლიათ იარონ პრობლემას ვერ ხედავ ეს პატივსცემ მეცაც გეტყვით მის პოზიციას, როდესაც მას მიაჩნია, რომ ესეთი რამე შეიძლება შედეგი დასრულდეს, კი ბატონო. კარგი, დეკა.
დიდი ხანია ელოდები რომ რაღაც თქვა ალბათ და დათო მე თქვენ მოგცემთ რა თქმა უნდა სიტყვას ანუ შენ როგორ ჟურნალისტი რას ფიქრობ თქვა უნდა იღებდეს თუ არ იგივე ბატონი ლაშა საუბრობდა რომ ეს რაღაც პროცესია თქვა რუსეთის მხრიდან შემოთავაზებული ადმინისტრაციის მხრიდან რომ მე ითქოს რომ აი ჟურნალისტებს ხვდება და თქვა რაღაც თემებზე საუბრობს უნდა მიიღოს თუ არა ამაში მონაწილეობა ქართულმა ჟურნალისტებმა და თქვა რომ ყოფილიყავი იქ თორე გასაგებია ჩვენ მოვისმენთ კომენტარი რომ არც წახვიდოდი რომ ჟურნალისტებს დაეპატიჟებინე თქვა რა კითხვები უნდა დასმულიყო ფიქრობ წმინდა ჟურნალისტურად იმიტომ იქ იყოს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე რაზეც ბატონ ალხასთან საუბრობდი და რა ვიცი მე შენ ვთქვა უფრო მთავარი თემები არსებობს მაგრამ ნუ არა მოსაზრება მაინტერესებს ხო ბუნებრივია არც აუპატიჟებდი ვარ თუ დავეპატიჟე არ წავიდოდი მიუხედავად იმისა რომ ახლა ვიმეორებ რომ ჟურნალისტმა უნდა გამოიყენოს ყველანაირი ტრიბუნა იმისათვის რომ დასვას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იყო ის თუ რატომ არ გაყავს რუსეთს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და მე არ წარმომიდგენია რომ რომელიმე კითხვა უფრო მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს მდგომარეობაში ყოფი ქვეყნისთვის თუმცა მიუხედავად თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით არ წავიდოდი მოსკოვში ლაშამ ძალიან კარგად ახსნა და აღარ გავიმეორებ ეს არის რაღაც ფარსი დადგმული და ის განსაკუთრებით ის ჟესტი რომ არა კიდევ მიეცეთ საშუალება რომ დასვას მეორე და მესამე და მეოთხე შეკითხვა. შესაძლოა წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული თქვა როგორ ფიქრობთ? ხო, რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცები ანუ ეცოდინებოდა თქვა მედვედევს რა კითხვები დაისმებოდა იქ. ნუ ბუნებრივია, ეცოდინებოდა ნამდვილად, ამაში ეჭვიც კი არ მეპარება. ასე რომ იმიტომ რომ ესეთ დონეზე ყოველთვის ხდება ხოლმე კითხვების შეთანხმება ისეთ ქვეყნებში როგორიც არის რუსეთი. თუმცა შემიძლია ვთქვა რომ არის ქვეყნები სადაც ესეთი კითხვების შეთანხმება არ ხდება ხოლმე, მაგალითად იგივე ბუშთან ინტერვიუს დროს დათო ნიკურაძეც დაგემოწმებათ რომ ჩვენ მქონდა ინტერვიუ ბუშთან და მაშინ ესეთი კითხვების შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ სანამ ჩვენ წავიდოდით მე და ნიკურაძე ვაშინგტონში ბუშთან ინტერვიუს ასაღებად, მანამდე დაწვრილები და დეტალურად შეისწავლეთ ჩვენი ბიოგრაფიები, ჩემი სტატიების დიდი ნაწილი იქნა ნათარგმნი თუ მე რა პოზიციაზე ვიყავი, როგორ ვუყურებდი საქართველოს-ამერიკის ურთიერთობას. ანუ ინფორმაცია ძალიან კარგად იცი, რა თქმა უნდა, ინფორმაცია თუ რა ჟურნალისტები, რომელ ჟურნალისტებს იწვევენ და რა პოზიციაზე დგანან ეს ჟურნალისტები და რა კითხვა შეიძლება დასვან. ბუნებრივია ეს ყოველთვის არის ინტერესის სფერო და ამის გარეშე არც ერთ ჟურნალისტს ესეთ მაღალი დონის შეხვედრაზე არ მიიწვევენ. ბუნებრივია დარწმუნებული ვარ, ეს იყო სრულად გათამაშებული სცენა. ამიტომ ну ეხლა ესეთი სცენების გასათამაშებლად არ ვიცი ხა მედვედევსთან ნამდვილად არ წავიდოდი პირადად მე და ალბათ არც ბევრი ჟურნალისტი მაშინ როდესაც სხვაგან არსებობს შეხვედრის საშუალებები პრესკონფერენციები არ არის მხოლოდ რუსეთში იმართება სხვა ქვეყნებშიც და არ არიან მარტო ქართველი ჟურნალისტები რომლებიც ამ ყველაზე ჩვენთვის მნიშვნელოვან კითხვას ვამენ ეს კითხვები ისმევა მუდმივად თითქმის ყველა ქვეყანაში რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა ყველა დონეზე დგას კითხვა რატომ არ ასრულებს რუსეთი თავის შეთანხმებას, არგოზი მედვედევის შეთანხმებას და ამიტომ სოფლიოსობს ამ კითხვას შეიძლება ამ კითხვას დაგდანაურია რომ იმას რასაც სოფლიოსობს ქართველი ჟურნალისტები არ სვამენ. ხო და სწორედ ამ კუთხით მინდა ვიკითხო, აქაც არსებობს მეორე მხარე, აქვს აზრი დათო როგორ ფიქრობ, ისეთი კითხვების დასმას, რაზეც პასუხი წინასწარ იცი და თქვათ მოსაზრება ძალიან მყარია და პრინციპული თქვათ რუსეთის ხელისუფლების და მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტმა. ანუ ქონდა თქვათ ესეთი კითხვების დასმას აზრი. მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ. კითხვების დასმას აზრი შეიძლება კონდეს იმდენად რამდენად აზრი აქვს რიტუალს. რიტუალს აქვს სტაბილურობის შენარჩუნების ფუნქცია, ხო? ამ შემთხვევაში სტაბილურობა ეხება იმ მდგომარეობას, რომელიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა ის, რაც თითქმის ზეპირად ვიცით ის იმ ადამიანებმა, ვინც ვაკვირდებით ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ჩემი აზრით, არანაკლებ საინტერესოა ის კითხვები, რაც შეიძლება დაესვას მედვედევს, არამედ კითხვები, რომელიც შეიძლება დაესვას გულაშვილს. ან ყოველ შემთხვევაში საკითხები, რომელთაც შეიძლება წამოიწიონ ბატონი მალხაზის მისამართით და მის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით. მე რამდენიმე ციტატა მაქვს, რომელიც ბატონი მალხაზის პორტრეტს რაღაცნაირად შეავსებს, ხო? მისი კონცეფტი არის ამ კი არ მალავს, ღიად ამბობს ყოველთვის, რომ კავკასია აღარ ჩვენთან ერთად მოგვანარი. მე არ ვეკამათებ პირიქით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამ წუთას გულაშვილი ლაპარაკობს, იმიტომ რომ მე მოგახსენებთ იმას, რასაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ საქართველოს და კავკასია დიახ. ხო, საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური და საერთოდ კავკასია უნდა იყოს ნეიტრალური ზონა და ამაზე უნდა შეთანხმდნენ ჩინეთი, ირანი, თურქეთი, რუსეთი, ევროპის კავშირი
და ამერიკის შეერთებული შტატები. ეხლა ვინც ჩახედულია საერთაშორისო ურთიერთობებში და მე ვერ გავკადნიერდები და ვერ ახსნი რატოა ეს აბსურდი რა. ისინი გეტყვიან რატოა აბსურდი ეს. და ბატონ მალხას კი არ მივაწერ იმას, რომ ეს გულწრფელად ჯერა. არ მგონია ესეც საკმარისად ჭკვიანია საიმისოთ, რომ ამის შეუძლებლობისას ჯეროდეს. კავკასიის და კავკასიაში საქართველოს ნეიტრალიტეტის, ხო? ჩვენ ვიცით ნეიტრალიტეტის იდეა საიდან მოდის ხოლმე. ხანდახან ჩაგვაწვეთებენ იმ ქვეყნიდან, რომელიც ჩვენთან ეხლა ცუდ ურთიერთობაშია. ყოველგვარი კონსპიროლოგიისაგან დაცლილი ვარ, ლაშას ყვალად არც მე არ ვფიქრობ, რომ აგენტია. მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი აგენტია თუ არა. თავარი ეს როგორ იქცევა და რა გამოდის მისი ქმედებიდან, ხო? შეიძლება ადამიანი აგენტს ძალიან გავდეს ქმედებით და სულაც არ იყოს აგენტი. მაგალითად, ამ ჩამოსხმის ამ ყაიდის ადამიანები, როგორც ბატონი მალხაზია, საქართველოს ყავდა ყოველთვის და გაგიკვირდებათ, მაგრამ მე ბოდიშს ვიხდი ბატონი მალხაზის გულშემატკივრების წინაშე, თუ კი ეს შედარება, რასაც ახლა მოვიტან, შეურაცხყოფლად მოიჩვენებათ და ბოდიშს ვიხდი იმ ადამიანთა წინაშე, ვისაც მოიჩვენებათ შეურაცხყოფლად ეს შედარება იმ ადამიანის გამო, ვისაც ახლა ვახსენებ. დიმიტრი ყიფიანი, ის ამბობდა, რომ მე ქართველი ვარ ჩემი სულით და გულით. მაგრამ მე რუსი ვარ ჩემი მდგომარეობით და სამსახურით. დაახლოებით აი ჩამოსხმის არის ის ადამიანი, ვინც ლაპარაკობდა ჩვენ. მეორეც არის რამდენიმე მომენტი კიდევ, ხო? ეხლა რატო უნდა წყდებოდეს გული, რომ მოსკოვში შეიძლება გაფრინდე ერევნის გავლით და არა თბილისიდან უშუალოდ, ხო? ჟენევაში მიდიხარ მიუნხენის გავლით, რომში მიდიხარ რიგის გავლით, სტრასბურგში მიდიხარ პრაღის გავლით. რა მოხდა ეხლა ერევნის გავლით თუ ჩაფრინდე მოსკოვში? საგანგებოდია, მაგრამ გეთახმებით ამონზე როცა რუსეთთან ურთიერთობაზე ესწავლე. ჟენევაში ხშირად და კომფორტულია და მოვითხოვოთ ესეთ ჟენევასთან პირდაპირ. მე ამაყივარ, რომ სტალინი იყო ქართველი. აქედან ერთი დასკვნა, საქართველოს შეუძლია ააშენოს დიდი სახელმწიფო. ეს არის ბატონ მალხაზის სიტყვები გამოთქმული ინოსმის ფორუმზე. და ეს სიტყვები აერთიანებს ზუსტად იმას, რაც მე გითხარით, რუსსა და ქართველს ერთ ადამიანში. გასაგებია. კარგით, მოდით ჩვენ დრო იწურება ეს ახლა მალხაზ გულაშვილზე საუბრობდით, მაგრამ მე მაინც მინდა რადგან მოსკოვიდან ჩვენ მოვისმენთ თქვა ესეთი პათოსი, რომ რაღაც ამ ურთიერთობებში შესაძლოა შედეგი მოყვეს, იგივე მალხაზ გულაშვილი დარწმუნებული იყო და მე არ ვიცი ხა დელეგაციის სხვა წევრები საფრთხოდ მოსკოვიდან ყველას ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა, რას ფიქრობენ, რომ მიიღეს გარანტიები იმისა, რომ რაღაცა გამოსწორდება ამ ფონზე. აბსურდი და ალბათ აბსურდად მესმის, მაგრამ ეს გულწრფელად ჯერა უთანაგრძნობ, რომ ასეთ ილუზიაშია დღემდე. ხა აბსურდ საერთოდ ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ თემაზე ესეთ ამდენი ხანი ლაპარაკი არ ძლღეს. ამაზე არ ვცდილობთ მე გამოვიყენე იმის რომ ამ ფონზე თქვენი თქვა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არ არის სოციალური სამართლიანობა მას შემდეგ, რაც დაიქცა საბჭოთა კავშირი. ეს არის მისი სიტყვა. მეორე კაცი ვნახე ღიად, ვინც წუხ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო. გასაგებია, კარგით, შევწყვეტოთ ბატონ მალხაზ გულაშვილზე, მოდი და მე უბრალოდ თქვენი მოსაზრებით მინდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა და ესე ჩამოვყვე. ამ ფონზე თქო ეს ყველაფერი იმიტომ ჩამოვთვალე, მაშინ თქვათ თქვენ როგორ უყურებთ, რამე ფორმით შესაძლოა თუ არა, იმიტომ რომ რაღაც ნაწილი ამაზე სულ საუბრობთ, წეგავთქვი სახალხო დიპლომატიას, მაგრამ აღარ გულისხმობ ამას. რამე ფორმით უნდა აღდგეს თუ არა დიალოგი რუსეთთან, თუნდაც პოლიტიკურ დონეზე. ხო, უკვე მოსაზრება მაინტერესებს, შეიძლება თქვენი მონაწილეობით არა, მაგრამ როგორ ხედავთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელებას, თქვათ, ისევ ესე და რაღაც პირობების მოლოდინში რუსეთის მხრიდან თუ მაინც უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. თქვენი მოსაზრება. როგორ ჟურნალისტების მოქალაქეებს და შემდეგ დავიწყოთ ხან. მე უბრალოდ მიყვარს მოკლე პასუხებს ველი, ოღონდ უნდა დრო ცოტა მოგვიყვება. ბატონო, ფაქტებით საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან გაუჭირდა რუსეთს პოლიტიკურად და ეხა არის ძიებაში. მე ვხედავ გარკვეულ რევერანსებს რუსული მხრიდან, ის იმიტომ არა, რომ გაგიჟდნენ და შეუყვარდათ ერთ დღეს ქართველები, უბრალოდ მძიმე მდგომარეობა. თუნდაც აგერ ფრედერიკ ბერნარსის გარდიანის სტატია მაქვს, სადაც წერს, რომ გიგანტური პრობლემებია ოლიმპიადასთან დაკავშირებით სოჩში. ეს ძალიან სერიოზული თემაა და აქ არის ზუსტად მოყვანილი, რომ მხოლოდ ნიკარაგუა და ვენესუელა რო გიჭერს მხარს, შენ ნელ-ნელა ეს ამბავი გაწუხებს. მით უმეტეს ბჟეზინსკის აწუხებს, რა თქმა უნდა აწუხებს და აქედან გამომდინარეა ეს რევერანსი, იმიტომ რომ ბჟეზინსკის აქ მოსაზრება, რომ რამენაირად დაიბლოკოს ევროპის მხრიდან ოლიმპიური თამაშები და არანაირად ევროპამ მხარი არ დაუჭიროს რუსეთს იმ ქმედებაში, რომელიც თუნდაც საქართველოს მიმართ განახორციელა და ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის დიდი ტერიტორიები. ამიტომ აი ამაზე როდესაც არის ლაპარაკი, ჩვენ შეიძლება დავინახოთ პოზიტივი იმ მხრიდან, არა იმიტომ რომ დათბობა უნდათ, იმიტომ რომ ქართველები შეუყვარდათ, არამედ იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი მხრიდან გამოჩნდნენ ევროპაში და მსოფლიოს თვალსაზრისით. ამიტომ 1-2 ჟურნალისტი მეც მიმაჩნდა და მიმაჩნია, მე რომ იქ ყოფილიყავი, მე აუცილებლად დავსვამდი ამ შეკითხვას. დავსვამდი შეკითხვას, სადაც უჭირს, სადაც ტკივა რუსეთს და აქედან გამომდინარე იქნებოდა მოთხოვნა და მაინტერესებდა შეკითხვა თუ რატომ ვართ ოკუპირებულები და რატომ ითვლება რომ რუსეთის მოქალაქეებს იცავენ, სად დაინახეს რუსეთის მოქალაქეები და ალბათ მაროშკინასგან
დასმული ასეთი შეკითხვა აბსოლუტურად მიუღებელი იყო იქნებოდა რუსული მხარისთვის. გასაგებია, კარგი, ბატონ ლაშა საუბარი იყო რომ რევერანსს აკეთებს ერთგვარად რუსეთი, თქვა ეთახმებით თუ რა მოსაზრებას და ფიქრობთ თუ არა ერთგვარად თქვა დაათმოა რუსეთის მხრიდან რაღაც მცდელობა ურთიერთობების აღდგენა და თქვაც ქართული პოზიცია როგორი უნდა იყოს ამ თავზე როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში მაინც წუხლის გამოხატავ რომ ახალზე აქ არ არის, კარგი იქნებოდა. მეც გამოვხატე, ნამდვილად ქონდა სურვილი რომ ისიც ჩართულიყო. მეცემოდა საშუალება გაეცა პასუხი. მაგრამ თავად მოისმინეთ რომ მან არის სურვილი ლაშა. გარკვეულწილად მე ვერ გავცემ ის მაგერად პასუხს, უბრალოდ სამწუხაროა რომ არ არის. ძალიან სამწუხაროა, მე გეთანხმებით. და კოლეგებად და წარმოგიხსენიეთ ის სტუდიაში ვარ გავიცეთ იმისა შეიძლება არ ვეთანხმებით. ეხლა მეორე რაც შეეხება რუსეთის პოზიციებს მე მართალი გითხრათ არ მჯერა რომ პოლიტიკა რუსეთის აი დღეს როგორი ვითარება საერთაშორისო სერიოზულად შეიცვლება საქართველოს მიმართ მე მეცად გეტყვით ახლანდელ ადმინისტრაციას ფიქრობ საერთოდ არ აქვს მას მიაჩნია რომ საქართველოს არსებობა რასაც ვუყურებ მათ ნაბიჯებს არის საფრთხე რუსეთის სახელმწიფოებს ამიტომ ეს არის ქვეყანა დღეს სახელმწიფო უბრალოდ რომელიც აშკარად ჩვენი წინააღმდეგია მისი ხელისუფალი არის ადამიანი რომელიც ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე შეიძლება ითქვას ადამიანი პოლიტიკოსი რომელიც ყველაზე ტრული ნაბიჯი გადადგა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეს იყო ის რაც მოხდა ორჯონიკიძის პერიოდში და აი ამ ფაქტობრივად 100 წელი გავიდა და იგივე გაიმეორა ფაქტობრივად მან შეზღუდა ქართული ერის სივრცე საარსებო ანგრევი ჩვენ სახელმწიფოს და მართალი გითხრათ ეხლა მე რომ მოხდე როგორც ჟურნალისტი თუ რედაქტორი არ ვიცი ეხლა შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ძალიან გამიჭირდება მოქცევა ალბათ ძალიან ძნელია იმიტომ რომ ხა შეიძლება ეს ძალიან ცუდად ჟღერს ჩემგან მაგრამ მართლა რთულია იმიტომ რომ აი სულ ახლა ხანს უყურებთ რაღაცებს თუმცა ეხლა მე არ რომ ხა ზოგს აქვს ესეთი კარგი ნერვები და შეუძლია მაინც ცივილიზებულად მოიცის ხა ამ მეორე მხრივ ჩვენ ალბათ მაინც გვჭირდება გარკვეული ურთიერთობები ის რასაც ახლა დღეს უყურებ რომ ყველანაირი ურთიერთობა არის შეზღუდული თქვათ მათ შორის ჟურნალისტებთან შეიძლება საეჭოსთანაც მაგრამ მაინც ჟურნალისტი ზოგიერთ შემთხვევაში სამეცნიერო წრეებთან როდესაც ჩამოდის და არ უშვებს საქართველოში და აეროპორტიდან ვაგზავნით უკან ეს მე ვთვლი შეცდომაა და არ არის სწორი იმიტომ რომ ამით მხოლოდ ვაგებთ მით უმეტეს კანონს არ ვასრულებთ ოკუპაციის შესახებ იმიტომ თუ ადამიანი არის მოხვედრილი აფხაზეთის ან ცხინვალის ტერიტორიაზე მათ პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მაშინ ადექი და შეასრულე კანონი რომელიც სხვა შორის არ ვარგა ამიტომ ეს მეორე უკიდურესობაა ჩვენ და მთავარი რითიც შეგვიძლია ჩვენ რუსეთს ვაჯობოთ მათ პროპაგანდას ვაჯობოთ, მათ რაღაცაში მოვუგოთ, ეს არის რომ შევქმნათ რეალური დემოკრატია აქ, რაც ძალიან მოიკოჩლებს საქართველოში და პროცესი ძალიან მძიმეა. და ამაზე ჩვენ შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვილაპარაკოთ. კი, რა თქმა უნდა, ეს სხვა თემაა თორე რა თქმა უნდა. და ვიმუშაოთ დასავლეთში ნორმალურად, დასავლეთის მედია სივრცეებზე, რაც ასევე ჩვენი დიპლომატიის მარცხია, უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როცა ჩვენ შესაძლებლობებს და რესურსებს არ ვიღებთ. ჩვენი ძალა არის ჩვენს განვითარებაში და ჩვენ დღეს გაჩერებულები ვართ. აი ამას თუ შევძლებთ და გავიზრდებით როგორც დემოკრატია, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ძლიერი პოზიციები რუსეთთან მიმართებაში როგორც სახელმწიფო. კარგი, დიდი მადლობა. ანუ უნდა დაიწყოს თუ არა დიალოგის რაიმე ფორმით დიალოგი რუსეთთან, როგორ ფიქრობთ და ვთქვათ, უნდა ვიღებდეთ თუ არა მონაწილეობას. დიალოგი დაწყებულია ჟენევის ფორმატი არის ერთ-ერთი საშუალება. პირდაპირ დიალოგს. პირდაპირ დიალოგი, ну, ჩემს წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაიწყოს სახელმწიფოებს შორის პირდაპირ დიალოგი, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი, ადამიანი, რომელიც არის ქვეყნის პრეზიდენტი, არის პოლიტიკური გვამი, რომ ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ანუ ვისთან უნდა დაიწყოს დიალოგი პუტინი მედვედევის ხელისუფლებამ, ხო? გაუგებარია. აქ ისინი არ ცნობენ ამ პრეზიდენტს, მიაჩნიათ ის პოლიტიკურ გვამად, ასე რომ გაურკვეველი მეორე არაპოლიტიკურ დიალოგზე, ну, ეს შეიძლება ხა ინდივიდუალურ დონეზე მოხდეს, ამას უბრალოდ ბუნებრივია ყველას ინდივიდუალური გადასაწყვეტია რუსებთან ისაუბრებენ თუ არა. მე უბრალოდ არ მგონია რომ ამას აზრი გქონდეს. ჯერ იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც ჩვენ
საუბრობთ ავტორიტარულ სახელმწიფოზე, კარგია დიალოგი სხვადასხვა დონეზე, როდესაც ეს დიალოგში მონაწილე ადამიანები ახდენენ გავლენას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური გადაწყვეტილებაზე და რადგან ჩვენ საუბრობთ რუსეთზე როგორც ავტორიტარულ სახელმწიფოზე, ანუ ვერანაირი ქვედარგოლი გადაწყვეტილების მოხდენის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ვერ მოხდა. შესაბამისად, უბრალოდ მე აზრს ვერ ვხედავ, თუმცა არა ვარ კატეგორიული წინააღმდეგი, რომ როგორც ვამბობ, რაღაც ინდივიდუალურ დონეზე რაღაცები დაიწყოს. უბრალოდ ვერ ვხედავ აზრს და მათვე განაპოლსკი თქვა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს რუსულ რეალობას, უყურებს შიგნიდან, რომ ყველაფერი დღეს, რასაც რუსეთი დიალოგის სახით გთავაზობთ, არის მხოლოდ იმიტაცია, რადგან პუტინის შემდეგ არის ყველა ნოლი, ეს მისი სიტყვებია და თუ ახლა შევხედავთ რუსულ პოლიტიკას, ეს ნამდვილად ასეა. პუტინს აქვს მიზანი და ამ მიზნის შესრულებაში ის ჯერჯერობით არის წარსშეუხრელი. ასე რომ შესაბამისად ვერანაირი აზრს ვერ ვხედავ და ენერგია არ მგონია რომ დახარჯვა ღირდეს, თუმცა ყველას ინდივიდუალურად. საქართველოს საქმეს ურთულებს და მის ხელისუფლებას განსაკუთრებით ურთულებს საქმეს ნატოს გენერალური მდივნის ამასწლიანი მოწოდება, რომ თქვენ უნდა დაელაპარაკოთ რუსეთს. მე უნდა 2-3 დღე გავიდა ამ შეტყობინების შემდეგ და როგორც ჟურნალისტი სულ მოუთმელად მოველი, რას იტყვის და გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამის პასუხად. ჯერჯერობით ჩვენ ამ მოწოდების პასუხი არ გაგვიგია. სიტყვიერად, ოშტყაში და მაინც ეს განცხადებაც არ ტირაჟირებულა ისე. ასე რომ როგორც ჩამე არ ვიცი ახლა ნატოს გენერალური მდივნის სიტყვა კანონია საქართველოსთვის, ასე არ არის. უნდა დაელაპარაკოთ თუ გინდათ რომ დაგვიახლოვდეთ. აი ასე გავრცელდა ინფორმაცია, რაც მე მოვისმინე. ასე რომ ეს არის რაღაც ზუსტად არის. მე ეგეთი აზრი გამოვიტანე. და უბრალოდ ჩვენ რასაც ველოდებით პირადად Georgia Times-ში ჩემზე ძალიან ვრცელი სტატია და ალბათ დათუზეც ამას ნამდვილად ველოდები. როგორც ყოფილზე. და მე მინდა აუცილებლად გამოვიყენო ეს შესაძლებლობა ამის სათქმელად. Georgia Times-მა რამდენიმე დღის წინ დაბეჭდა ლევან რამიშვილის ინტერვიუ, რომელიც არ შემდგარა. ბუნებაში არ ყოფილა ესეთი რამ. დაიბეჭდა ეს ინტერვიუ, შემდეგ ის ამაზე მოყვა ამ ინტერვიუს მოყვა კომენტარები, შემდეგ ეს ინტერვიუ ითარგმნა და ასე შემდეგ. ანუ ის რასაც Georgia Times-ი აკეთებს, ეს არის ანტიჟურნალისტიკა. და ეს წერა დღეს ნახეთ ჟურნალისტის გამართება. ეს ძალიან აბსურდული გუშინ ესე თქვა ვესაუბრე ვირტუალურად ამ ჟურნალისტს, რომელიც მიმტკიცებდა, რომ საუბარი შედგა, მან არ იცოდა რომ ინტერვიუს იღებდა, მან გამოსძალა კი ათქმევინა რაღაც, ეს იყო მისი მონაპოვარი. ნუ ესეთი ინტერვიუს ესეთი ჩაწერის ფორმები ძალიან ესეთი უცნაურია, თუნდაც რომ იყოს რომ ეს იყოს ურთიერთგაცვლა, გამოსვლა აზრის, ამის ლინკი უნდა არსებობდეს და მე ამ ჟურნალისტს ვთხოვე რომ წარმოადგინა რაიმე დამამტკიცებელი საბუთი რომ ესეთი ინტერვიუ შედგა. ანუ მე მინდა ვთქვა რომ როდესაც Georgia Times-ი რასაც აკეთებს, ეს არის ანტიჟურნალისტიკა, ეს ყველამ უნდა იცოდეს. კარგი, თუმცა Georgia Times-ის κρიტიკისტვის ეს არის უბრალოდ რბილად რო ვთქვათ, არაკეთილსინდისიერება და აღმაშფოთებელი, როდესაც აქვეყნებ ინტერვიუს, რომელიც არ შემდგარა და შემდეგ ამის ტირაჟირებას აკეთებ რუსეთის მასშტაბით, საქართველოს მასშტაბით ამაზე კომენტარებს იღებს. ასე რომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რა გაზეთის ავტორი, რა გაზეთის მფლობელი ეს ადამიანი, რომელიც დღეს ჩვენ ესე კოლეგებად დაქირავე ყოველ ეს ყოველი დაიწყო იმ განცხადები და ბატონი მალხაზის რაც ბატონ მალხაზან რედაქტორს რო აი ხო მესმის მაგრამ აი ეს მინდა და ბატონლა შემოთქვა ალბათ ეს გამოიჩინა მაგრამ მესმის მაგრამ მაშინ თუ სიტუაციაში ვიყავთ როცა თქვა რომ არც ერთი ჩემი კოლეგა არ ხართ პირდაპირ აგრესიით დაიწყო მე არა ვარ უცხოა ვერ გავიგეს რატომ იყო ასეთი რეაქცია იმიტომ რომ მე შემიძლია თქვენი გულწრფელობით გითხრათ უკაცრავად და დაგასრულებინოთ რომ მე როგორც ავტორმა და წამყვანმა ამ გადაცემის ეს ნაწილი მინდოდა დაგვეთმო იმ ფორუმზე რა მოხდა ამის განხილვაზე მე ჩვენ მოსდოდა პირველივე წინადადებაში ითქვა რომ ჩვენ აქ არავინ მისი კოლეგა არ ვარ და საერთოდ რატომ მოვიწვეთ სტუდიაში ესე შტაბ-შტაბად დამშა და უკაცრავად თუ ვიღაცის მიმართ აქ საკმაოდ ისეთი ცალმხრივი კრიტიკა გამოითქვა მე მაინც კოლეგებად მივიჩნევ ხოლმე ყველას მაგრამ ნეტყობა მართლა არ ვართ კოლეგები არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა თქვენ დაასრულეთ ხო არ გაწადეთ და დავასრულეთ რაც შეეხება ხალხთა შორის დიალოგს მე არ მესმის ეს ცნება გამოუტყდები მისი შინაარსი არ მესმის ვერ ვხედავ ამ ცნების შინაარსს როგორ შეიძლება ხორცი შეისხას რუსეთის ხალხი და რუსეთის ხელისუფლება შენ შეიძლება განასხვავო რუსეთის შიგნით და ეს განსხვავება იყოს რელევანტური მაგრამ საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ხალხი და რუსეთის ხელისუფლება არის ერთ სულ და ერთ ხორცს ძირითადად არიან ერთნი მათთან დიალოგი არ ამგონია შესაძლებელია მაგრამ რომელიც ამას ღიად აფიქსირებს
არაფერს არ წყვეტს. ხო, მაგრამ ნუ მათთან შეიძლება კონტაქტი კონდეს და ასევე იფიქროს დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ უაზროა. აი ეს არის. მაგრამ აი ერთი შესაძლებელი ალბათ ყველას ლიბანდელი პრეზიდენტი მიუღებელი, მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ შევარდნაძე იყო მიუღებელი, რა გარანტია გვაქვს, რომ 2013 წელს არჩეული პრეზიდენტი მისაღები იქნება. აი ეს არის წარმოუდგენელი, ხო? ციტატა და დახვამდის. ბატონო მალხას, ნებამომეცით გისურვოთ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ისო ბატონი მალხას დასწრებით. კი მიმართავენ მას ერთ-ერთ ფორუმზე რუსი მკითხველები. კარგი, ძალიან საოცრებაა რომ თქვენ კვეთრი ოპოზიციონერი სააკაშვილის პროამერიკული რეჟიმისა ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ. ის მოსკოვში ჩადის აი ამ ხატის გასამყარებლად. კარგი, თუმცა მას სხვა მოსაზრებები გამოთქვა, მოდით ყველა თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში და არჩევაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრების გამოთქმისთვის, დრო მეტი საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ეკა კვესტაძე, დავით პაიჭაძე, ლაშა ტუღუში, ლალი მოროშკინა და გვერდობოდა მოსკოვიდან მალხაზ გულაშვილი. დიდი მადლობა, მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.